გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღეიდან ჩემს პოდკასტს ყავს წარმდგენი თბილისის აკრები, პირველი თვითმყოფადი უბანი ქალაქში. ახლა ძალიან მოკლედ მოგიყვებით ამ პროექტის შესახებ. მისი უნიკალურობა სრულიად ახალ კონცეფციაშია. სიახლოვე ბუნებასთან, ყველა სოციალური სივრცე ფეხით სავალ მანძილზე და მშენებლობის მაღალი ხარისხი. თბილისის აკრები ვაკე-საბურთალოს შორის მდებარეობს, ნაფეტვრების გზაზე. უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. მიხარია, რომ თბილისს ემატება უბანი დაბალი განაშენიანებით. ანუ აქ მრავალსართულიანი კორპუსები დაუშვებელი იქნება. და რაც მთავარია, 62 ჰექტარზე გაშლილ უბანზე აშენდება 75 შენობა. ანუ გამწვანება შენობა ნაგებობის გადანაწილება თბილისის აკრებში 85% 15%-ზეა. ვფიქრობ, მართლაც ძალიან საინტერესო და მასშტაბური პროექტია, რომლის შესახებაც ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში უფრო მეტ დეტალებს შეიტყობთ. და ახლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას და ჩემს სტუმარს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, წარმოგიდგენთ გვანცა ბარაბაძეს, რომელიც გახლავთ პიროვნული განვითარების სპეციალისტი და სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი. გვანცას კიდევ მრავალი რეგალიები აქვს, რომელსაც შევეხებით ჩვენ საუბრის დროს. გვანცა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემს სტუდიაში და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. გვანცა გავიცანი რამდენიმე თვის წინ და მისი ბიოგრაფია, რომ გავიგე და მისი მოღვაწეობის ქალაქები და კონტინენტები ჩემთვის იყო ძალიან შთამბეჭდავი. ესე იგი, გარდა იმისა, რაც ზემოთ ვახსენე, გვანცა მუშაობს ეთიოპიაში და აქვს ძალიან საინტერესო პროექტები. ამიტომ მე ძალიან მინდა, რომ სწორედ შენი ეთიოპიის და აფრიკული გამოცდილების ისტორიით დავიწყოთ. როგორ აღმოჩნდი ეთიოპიაში და დღეს რას აკეთებ იქ? მოგესალმები, სალომე, მიხარია შენთან ერთად ყოფნა, კომფორტულად მოვეწყე და მეც მზად ვარ, რომ ვიმოგზაურო მოკლედ ამ საუბარში შენთან ერთად. რაც შეეხება ეთიოპიას, ზოგადად როცა ვსაუბრობ ესეთ თემებზე, ყოველთვის რაღაცა სხვა მიმართულებით ვიწყებთ ხოლმე და ეხლა ჩემთვისაც საინტერესოა ეთიოპიით დაწყება. იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი ის გამოცდილება და ქვეყანა არის, რომელმაც ჩემში ძალიან დიდი ცვლილებები მოიტანა, ხუმრობით მეორე ქვეყანას ვეძახი ხოლმე ჩემ მეორე სამშობლოს. იმიტომ რომ აი იმ კავშირის და სხვადასხვა აი იმ გავლენების გამო, რაც ჩემზე მოახდინა მოკლედ და დაიწყო ჩემი ეთიოპიასთან ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ, დაახლოებით 22-23 წლის ვიყავი, როცა პირველად აღმოვაჩინე როგორც ესეთი, ახლა ქვეყანა გაგებული მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა დავინტერესდი და დაინტერესება დაიწყო ძალიან მარტივი ერთის მხრით იდეით, რომელიც გაჩნდა ჩვენს ორგანიზაციაში, როცა ვფიქრობდით ბაზრების გაფართოებაზე და ეს კომპანია იყო სამაუწყებლო ტექნიკით, სისტემური ინტეგრაციით დაკავებული ორგანიზაცია მოკლედ და აფრიკა იყო ის ქვეყანა, რომელმაც მე დამიძახა და გადავწყვიტე, რომ მეთქი დავინტერესდები ამით. თავიდან იყო უბრალოდ იდეა, მეტი არაფერი, რომ აფრიკაში შევქმნათ რაღაც პროექტი და ეს შესაძლებლობა თვითონ იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. ეთიოპია არ არსებობდა, ჯერ უბრალოდ იყო აფრიკის იდეა. ძალიან მალე დავიწყე მოკვლევა, მოძიება, რა ხდება ამ მიმართულებით აფრიკის კონტინენტზე და როგორც ხდება ხოლმე, მე ძალიან მიყვარს რაღაც იდეა რო გამიჩნდება, ან სურვილი როცა მაქვს, ამაზე ვსაუბრო და ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკებოდი, მაშინ აი 22 წლის ვარ. და ერთ-ერთი ესეთი გაზიარების დროს, საერთაშორისო გამოფენაზე ვარ, შემთხვევით რა თქმა უნდა არაფერი არ ხდება. გავიცანი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, რომელთანაც გავაზიარე იგივენაირად, რომ ესე აფრიკის მიმართულება ძალიან მაინტერესებს, იქით გვინდა გაფართოვება და მოკლედ ეს ჩემი სურვილები და ხედვები გავაცანი და როცა დავბრუნდი უკან საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში მირეკავენ, რომ ესეთი პროექტი არის ეთიოპიაში თუ გაინტერესებს. მაინტერესებს, რა თქმა უნდა, დავიწყეთ მუშაობა და აქ სახალისო, ეხლა შეიძლება სახალისო იყოს, მაგრამ მაშინ ძალიან იმედგამაწრუებელი იყო ის, რომ ვიმუშავეთ, საკმაოდ რესურსი ჩავდეთ და პირველი პროექტი არ გამოდგა წარმატებული, კვალიფიკაციაც კი ვერ გავიარეთ პირველ ეტაპზე, ანუ გავაგზავნე ეს დოკუმენტები, რაც იყო საჭირო ამ პროექტში მონაწილეობისთვის და მოკლედ კვალიფიკაცია ვერ გავიარეთ. და მიზეზი რა იყო ეხლა ამ ყველაფრის? ძალიან დიდი მოთხოვნები არის ეთიოპიაში ზოგადად პროექტში, რომ მონაწილეობა მიიღო, ძალიან მარტივი პროცესი არ არის. და მოლოდინი, იმიტომ რომ არ ვიცოდი მაშინ,
ძალიან მარტივად მივუდექი ამას და უბრალოდ მარტივი სახით გავაგზავნე მოკლედ ეს არ პროექტი. იყავი კარგად მომზადებული. არ ვიყავი კარგად მომზადებული გულწრფელად რომ ვთქვათ. და ეს უარყოფითი პასუხი რომ მივიღეთ, ну რა თქმა უნდა ერთი დღე, ორი დღე ვიღელვე, ვინერვიული ამაზე და ისევ რამდენიმე კვირაში ახალი ზარი არის, რომ კიდე არის ესეთი შესაძლებლობა და თუ გაინტერესებს. ამჯერად ერთი კვირა იყო, ან 10 დღე დაახლოებით, ყველანაირი სისტემა შევისწავლე, იქაური, კანონმდებლობა, როგორ ხდება, ძალიან დიდი დრო დაუთმე ამას და სრულად თავდაჯერებულად უკვე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს იქ პროექტი, რომ შემდეგი ეტაპები გაიაროს. მაგრამ იყო ერთი გამოწვევა ძალიან საინტერესო, რომ ვერ ვასწრებ საბუთების გაგზავნას, ანუ დრო ჭირდება ამ ყველაფერს. და დრო რომ ჭირდება, ერთადერთი გამოსავალი, ანუ იმდენად შესაძლებლობაზე ვარ ორიენტირებული, რომ რაღაცა თუ არ გამოდის, ვერ ვიღებ ამას და ჩემი ტვინი ფიქრობს, რომ როგორ გავაკეთო ახლა ეს არის ეს შესაძლებლობა და რეალობად როგორ იქცეს. შესაბამისად ის, რომ საბუთები იქამდე ვერ ჩადის, ანუ მეორე გეგმა არის, რომ მე თვითონ უნდა ჩავიტანო, ეხლა ვიზა მჭირდება, სხვადასხვა ბარიერები არის, მაშინ არ ხდებოდა ესე ადვილად, ეხლა შედარებით გამარტივებული არის იქ ჩასვლის პროცედურა. მოკლედ, გამოსავალი არის, რომ მე თვითონ უნდა ჩავიტანო და ამისთვის მჭირდება ვიზა, რომელიც საქართველოში არ კეთდება, იმიტომ რომ საელჩო არ არის ეთიოპიის საქართველოში. ხა ძალიან მოკლედ რო ვთქვა და კიდე დეტალებში რო არ მოგიყვე, საბოლოო ნაბიჯი არის ესეთი, რომ გადაწყდა, მე წინასწარ უნდა გავაგზავნო პასპორტი საელჩოში, წინასწარ უნდა, რომელიც თურქეთში არის, წინასწარ უნდა გავიარო ყველანაირი ფორმალობა იმისთვის, რომ ვიზა მივიღო, შემდეგ აქედან უნდა გავფრინდე ID ბარათით, იმიტომ რომ პასპორტიდან არ მექნება, უნდა ავიღო პასპორტი და გავაგრძელო ფრენა მერე ეთიოპიისკენ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი ფრენა, რაც კი მქონია, იმიტომ რომ თბილისიდან ჩავედი ანკარაში, მე ანკარაში ავიღე საელჩოში ეს პასპორტი და მადლობა ღმერთს მომცეს ვიზა. ისიც არ იცოდი მოგცემ. არ ვიცოდი და მახსოვს ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება, რომ რას აპირებო თუ ვიზა არ მოგცესო და არც მქონდა ნაფიქრი რა ხდებოდა თუ ვიზას არ ავიღებდი და უთხარი რომ არაფერი დაუბრუნდები უკან რა უნდა ვქნა, მაგრამ იმდენად ვიყავი ამ პროცესში ყველანაირად ჩართული რომ ეს უნდა გამოსულიყო, სხვა ვარიანტებს უბრალოდ არ უშვებდი. მოკლედ მომცეს ვიზა, მე გამოვაგრძელე სტამბულში, სტამბულიდან წავედით ადის-აბებაში და იქ მე მოკლედ პირველი გამოხედვა მე მივხვდი რომ შემორჩა უკვე აქ ვარ. პირველი ეს დაუჯერებელი მომენტი მან ჩამერთო, რომ აი აქ ვარ, ჩამოვედი, ეხლა რა ხდება. შემდეგი იყო ის, რომ ჩემ კოლეგასთან ერთად ვიყავი მაშინ, რამდენიმე დაუძინებელი ღამე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი რო ფინალში გასულიყო. იმიტომ რომ წინასწარ გაგზავნეს, ამიტომაც ვერ ვასწრებდით, რომ დასრულება ჭირდებოდა კიდე პროექტს. ანუ იქ ისევ ვამუშავეთ ეს პროექტი, ჩვენი პრინტერით ყველაფრით ჩასულები ვიყავით, თან ბეჭდავდით ამ ყველაფერს და მე 4 დღეში შევიტანეთ ეს საბუთები, სადაც საჭირო იყო იქ პირველი ეტაპი გავიარეთ, კვალიფიკაცია მოგცეს და მე დაუბრუნდით უკან. ჯერ პასუხები არ არის. გავიმარჯვეთ, არ გავიმარჯვეთ, 3 თვეში მე ესეც დადგა. ეს იყო პირველი ჩასვლა ეთიოპიაში, ესეთი ძალიან რთული, ოღონდ მაშინ რთულად საერთოდ არ მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ეს იმდენად იდეა თვითონ ძალიან საინტერესო იყო. და მე სირთულე დაიწყო უფრო მერე, როცა გავიმარჯვეთ და დავიწყეთ თვითონ პროექტების შესრულება, იმიტომ რომ ქართული ორგანიზაციისთვის ამ მასშტაბის საერთაშორისო პროექტის კეთება არც ისეთი მარტივია, იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა მოკლედ იჩენს თავს. ანუ თქვენ ქართული ორგანიზაცია იყავით, ვინც მოიპოვა ეთიოპიაში აი ამ პროექტის ჩატარების უფლება. თქვენ არ ყოფილხართ საერთაშორისო, ანუ აქ თბილისში. კი, ქართული კომპანია, რომელიც და ანუ იქ აკეთებდით რას? ტელევიზიებს მართავთ? ტელევიზიებს, როგორ არის იცი, ანუ სხვადასხვა ნაწილი არის, რაც ჭირდება იმისთვის, რომ ტელევიზიამ იფუნქციონიროს, ხო? ჩვენი პასუხისმგებლობა იყო სისტემური ტექნიკური უზრუნველყოფა ტელევიზიის. ეს შეიძლება იყოს უბრალო განათება კამერებით დაწყებული, სრული სისტემით დასრულებული, ანუ რაც ხდება, ხა მაყურებელი რო გიყურებს, ამის იქით რაც ხდება ყველაფერი ტექნიკურად. თუმცა ამაში შედის ასევე სხვადასხვა ტრენინგები ადამიანების, ვინც ამ ყველაფერს მე ტექნიკურად მართავს. თავიდან დავიწყეთ
უბრალო გადაიარაღებით, უბრალოს ვეძახი, მაგრამ სინამდვილეში ესეც ძალიან კომპლექსური არის და მე გადავედით სტუდიაც გავაკეთეთ, იქ ძალიან დიდი საერთაშორისო იქაური ადგილობრივი ბანკისთვის გავაკეთეთ საკმაოდ დიდი სტუდია. და მე მოხდა ისე, რომ საკმაოდ დიდი წელი, დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ჩავდიოდი, ხუმრობდნენ კიდევაც ჩემი კოლეგები, რომ აი ჩვენ გვერდით ქალაქში რო გადავდივართ ან გორში ან რუსთავში, შენ ისე იძახი ადის აბებაში მივდივარ, ძალიან ჩვეულებრივი მომენტი იყო ხოლმე, რამდენიმე თვეში ერთხელ მივდიოდი. მე მოხდა ისე, რომ რამდენიმე თვეებითაც მომიწია ცხოვრება და ეგ იყო ყველაზე ისეთი ალბათ დიდი გავლენის მომხდენი, კიდე იმიტომ რომ იქ რო ცხოვრობ და იქაურ ყოფაში რო ხარ და იქაურობაში რო ითქვიფები, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მე უკვე ბოლოს დიდი პაუზა, დაახლოებით 7 წელი, ხა ბოლოს 7 წელი აღარ მქონია შეხება და ეხლა ისევ განახლდა. და კლავ მართავ იქ მოკლედ ტელეკომუნიკაციებს. და რა აქვს ეთიოპიას? ისეთი, რაც შენთვის იყო უცნობი და საინტერესო. ეთიოპიას აქვს ძალიან ბევრი რაღაც აქვს საინტერესო და ძალიან ბევრი რაღაც იყო ჩემთვის ნაცნობი, ესე ვთქვათ. ბევრი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს სხვათა შორის, რაც არ უნდა. კი, ქრისტიანული ქვეყანა, კულტურა, ის თუ ოჯახის წევრებთან როგორი დამოკიდებულება აქვს, რა თქმა უნდა, ბევრი სხვაობაც არის, მაგრამ ბევრი რაღაცაში მსგავსება გვაქვს. და რაღაცნაირად ჩემთვის აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ჩემი შესაძლებლობები ძალიან სხვა საფეხურზე დამანახა და იმ სირთულეებმა, რაც იქ გამოვიარე, დამეხმარა, რომ აღმომეჩინა ჩემი თავი სხვანაირად და ეს იყო ალბათ ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი, რამაც ჩემში დატოვა მე ეს ქვეყანა კიდე სხვანაირად. და თან თვითონ მათი დამოკიდებულებაც მე იქ გაცნობილი ყოველთვის, როცა ახალ ქვეყანაში, ახალ პროექტებში ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ ამით მდიდრდები ყოველთვის ძალიან ძვირფასია და აი ეს უკავშირიც რაც ხდებოდა მათთან, ესეც ძალიან ღირებული იყო. დღემდე მყავს ადამიანები, ვისთანაც აქტიურ კონტაქტზე ვარ, არა მარტო საქმიანად, ისე მეგობრულადაც დავმეგობრდით. გარდა ამისა, აქვთ უგემრიელესი ყავა. მართლა ხო? ხო, ვისაც ყავა უყვარს. ხო და გამასინჯეთ. მე არ მიყვარს ყავა, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი იყო. და იცი რა უნდა მეკითხა? იქ დასაქმებულები ქალები და კაცები თანაბრად არიან? არა. ამ ხრივ ცოტა გამოწვევა არის ეთიოპიაში, იმიტომ რომ ჩვენთან რაც არის, იქ შეიძლება კიდე ცოტა უფრო მეტად არის ეს პრობლემა, ხო? იმიტომ რომ ქალს არ აქვს იმდენი საშუალება, რომ რეალიზდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ახერხებენ. ეხლა მე მქონია ძალიან ბევრ საქმიან ქალთანაც იქ შეხება, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ სხვანაირად ადვილად გამოდის საქმე, მოდი ესე ვთქვათ. ქალთანაში არის ყველაფერი უფრო ადვილი. საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა. მე ესეთი გამოცდილება მაქვს ყოველ შემთხვევაში, როცა ქალბატონებთან ვმუშაობ, გაცილებით მარტივად სწრაფად გამოდის. და იქ უფრო კაცებთან გიწევდა ურთიერთობა. კი, ეს სფერო ზოგადად ისეთია. არისო ეს ძნელი, აი ეს ბარიერები, რომ ქალთან ურთიერთობა საქმეში და როგორ გიდგებოდნენ თვითონ ისინი? ძნელი, იცი როგორ ვიტყოდი? საინტერესო იყო და უცნობი იყო. ანუ ძნელი არის ყოველთვის რაღაცა, რაც ახალია, ხო, არ იცი როგორ გააკეთო, მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლებლობას გაძლევს, რომ გაიზარდო, განვითარდე. ამ შემთხვევაში ის, რომ ეს ბარიერები ჩნდება სხვადასხვა, ყოველთვის უყურებდი როგორც შესაძლებლობას. ეხლა მე რას ვაკლებ, რა გავაკეთო იმისთვის, რომ ის შედეგი მივიღო, რაც მე მინდა და ზუსტად ამიტომ, რომ ჩემ გავლენის ზონაზე ვიყავ, გავლენის ზონას ვეძახი ხოლმე ამას ორიენტირებული, მაშინ არ ვიცოდი ხა ეს ფსიქოლოგიური კონცეფციები ხა ვარქმევს სახელს, თორე მაშინ ვიცოდი ის, რომ მინდა დავდო შედეგი, ეს შედეგი არ გამოდის, მე რა გავაკეთო, რომ შედეგი გამოვიდეს და ამის გამო ჩემი აი კრეატიულობა, შემოქმედებითობის ძალიან ბევრი კუნთი განვითარდა, იმიტომ რომ სხვა ადამიანების მაგივრათაც მიწევდა ფიქრი, ხო? აი შეიძლება ერთ-ერთი გამოწვევა რაც არის, არ გეუბნებიან. ეთიოპიაში საუბარი არ უყვართ. ანუ რაღაც პრობლემა როცა არის, ამაზე ღიად არ საუბრობენ. ანუ ურჩევნიათ რომ დამალონ, არ თქვან, იმიტომ რომ რაღაცა უხერხულია თითქოს ამ პრობლემაზე საუბარი და არა და როცა საუბრობ პრობლემაზე დაარქვი სახელი, საკითხია და მე იცი ამაზე როგორ იმუშაო. ეს იყო ხოლმე ყველაზე რთული თავიდან, იმიტომ რომ რაღაცა გაპრობლემდებოდა საბუთებში, რაღაცა საბაჟოზე, რაღაც დანაკლისი მქონდა, არ ვიცი, და ამის უკავშირი ან კომუნიკაცია გვიანდებოდა ძალიან, ან არ იყო საერთოდ და მე მჭირდებოდა ძალიან ბევრი კვლევა, რომ გამეგო რა არის პრობლემა.
და როგორც კი პრობლემას პოულობდით, მე უკვე მოგვარება ადვილდებოდა და აი ეს კომუნიკაციის უნარები ხუმრობ ეხლა ამაზეც, მაგრამ აი აზრის წაკითხვის ხო ვერ წაიკითხავ ადამიანის აზრს, მაგრამ აი გამოხედვაზე ატყობ უკვე რომ ხვდებოდი რომ ეხლა რაღაცა არ მოეწონა ამ ადამიანს, სანამ არ გავიგებდი რა არ მოეწონა, ან რა კითხვა აქვს, იქამდე არ ვეშვებოდი ხოლმე და მე სადღაც ერთი კარს გააღებ, მეორე კარს, მესამეს, მეოთხეს, მეხუთედან მე პასუხი იყო ხოლმე და მოკლედ ჩემი კომუნიკაციის უნარები ძალიან დახვეწა ამ სირთულეებმა. ძალიან საინტერესო, თან მაშინ ხარ 22 თუ 23 წლის. 23 წლის ვიყავი პირველად როცა ჩავედი. ძალიან საინტერესოა. ოღონდ ძალიან დიდი მგონია ჩემი თავი მაშინ 23 წლის რო ძალიან დიდი ვარ. ეხლა მეცინება. ბავშვი ჩვეულებრივი არაფერი არ იცი, იმ კუთხით რომ კონცეპტუალურად შეიძლება რაღაცები ვიცი, პროექტი როგორ მართო, როგორ მიაწოდო, როგორ გააკეთო, კლიენტი კმაყოფილი როგორ იყოს და აი როგორი რაღაც ხდება, იცი რომ პრაქტიკაში რო ეხები ამ ყველაფერს, აი დრო ყირავდება. არაფერი ისი არ არის, როგორც გაგიგია, გისწავლია, ან გწოდნია და პრაქტიკაში რო იღებ, თავიდან აღმოაჩენ აი ამ რაღაცებს. ეხლა საინტერესო არის. მაშინ ცოტა ის იყო სტრესული იყო. სანერვიულო იყო, მაგრამ და აი ამ ტელეკომუნიკაციებიდან, ეთიოპიიდან, ამ აფრიკული გამოცდილებიდან ფსიქოლოგიაში როგორ მოხვდი? წინა ცხოვრებას ვეძახი ხოლმე ჩემს პირველ განათლებას, რომელიც არის იურიდიული. ჩემი პროფესიული კარიერა დაიწყო ამ მიმართულებით და დღემდე ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან კმაყოფილი, მოდი ესე ვიტყოდი ამ არჩევნით, რომ მკითხო რამე შევცვლიდი, არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ამ განათლებამაც რაღაც სისტემა მომცა, სტრუქტურა და სხვათა შორის ეხლა ფსიქოლოგიურ პროგრამებს რო ვაკეთებ, ვიყენებ ხოლმე იმ ცოდნას, იმიტომ რომ მაგალითად ამ ფსიქოლოგიურ პროგრამებში, რასაც ვაკეთებ და მე გაგიზიარებ მაგასაც, გვაქვს ეგეთი კონცეფცია, რასაც ვშლით, მოსამართლე, რომელსაც მე ვიცნობთ, რომ შიგნით გვყავს ეს მოსამართლე, გვაქვს კონსტიტუცია, ანუ ეს არის წესები, შემზღუდველი კანონები, რომელსაც ასევე ვიყენებთ, დაახლოებით იმ პრინციპით, როგორც სამართალში მოქმედებს. ხო, ეს რაღაცა შიდა კანონები არის, რომელიც გაქვს, რომელიც არ იცი და შეზღუდვას გიწესებს და ეს კანონები როგორ გადავწეროთ. ამიტომ ის განათლება რაღაცნაირად ეხა ფსიქოლოგიასთანაც მაქვს დაკავშირებული. და რაც შეეხება ცვლილებას და მე როგორ გადმოვედი ფსიქოლოგიაში, ერთადერთხელ ვიყავი სასამართლო პროცესზე, როგორც იურისტი და მივხვდი, რომ ეგ ჩემი საქმე არ არის. მხარეს წარმოვადგენდი, მეორე მხარე, რა თქმა უნდა, როგორც წესი, ერთი იმარჯვებს, მეორე მარცხდება, იდეალურ შემთხვევაში მორიგება შეიძლება მოხდეს, მაგრამ აი ეს დისკომფორტი, მაშინ სახელი ვერ დავარქვი, მაგრამ ეს დამარცხებულის არ მომეწონა, იმიტომ რომ თვითონ кейსი იყო ისეთი, ჩვენ კი წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ ოჯახური შემთხვევა იყო და მან როგორც წესი, მოგებული, წაგებული მხარე არ არსებობს, ხო? ანუ წაგებული არის, იმიტომ რომ აქამდე მივიდა. რაღაც და ვთქვი, რომ ეს არ მომეწონა, არ მესიამნა და არ მინდა ეს რო გავაგრძელო. მერე პრაქტიკაც უკვე სტუდენტი ვიყავი პრინციპში, როცა პრაქტიკები დავიწყე, ისევ იგივე ორგანიზაციაში, როგორც იურისტი, ესე ვმუშაობდი, სხვადასხვა ხელშეკრულებებს ვაკეთებდი, მაგრამ ესეც იყო ჩემთვის რაღაცა ნაწილი, რომელიც აი ბოლომდე არ გავსებს, ხო ხვდები, აი შეგიძლია რაღაც მეტი გააკეთო და მქონდა ამის შესაძლებლობა, რომ მეტიც მეკეთებინა მარტო კონტრაქტებით, ხელშეკრულებებით არ შემოფარგლულიყავით და ეს მეტი იყო განვითარება ბიზნესის. და ამაში შედიოდა ნელ-ნელა ჩემს რაღაც უფლებამოსილებაში შემოვიდა ახალი ბრენდების მოძიება, მოლაპარაკებები, განვითარება ორგანიზაციის და ეს ძალიან მომწონდა. და მახსოვს ერთ-ერთ საერთაშორისო გამოფენაზე ვართ და ეს ბარათს რო უცვლიდი იმ ადამიანებს, ვისაც ხვდები, ყველას სავიზიტო ბარათზე ჩემთან წერია იურისტი და მათთან წერია ბიზნესის განვითარების მენეჯერი და ცოტა იძაბებოდნენ ხოლმე ეს იურისტი რო წარუდგებოდი და იურისტიო რატო გველაპარაკებაო, რაღაცა ხელშეკრულებას ხوار ვაფორმებ თუ ანუ რამე ხوار დაგვირღვევ, დისკომფორტს ვიწოვდი ხოლმე აქ ჩემი პოზიციით და რო წავიკითხე ეს ბიზნესის განვითარების მენეჯერი, მაშინ საქართველოში არც არსებობდა ესეთი სახელი, დავგუგლე, როგორც ხდება ხოლმე და რო დავგუგლე, ქართულად ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე
დავიწყე კითხვა, რომ აი რას აკეთებს ეს ბიზნესის განვითარების მენეჯერი და აღმოაჩინე, რომ იგივეს აკეთებს, რითიც ვარ დაკავებული და ჩემ ხელმძღვანელთან მაშინ შევედი და უთხარი, რომ მეთქი იურისტი არ ვარ თქო, აი ეს ვარ მეთქო და გვანცავ შენო გაგრძელეო, რასაც აკეთებო და ვინც გინდა ის იყავიო ბიზნეს განვითარების მენეჯერიო, ესე დაიწყო პირველი ტრანზიცია ცოტა განვითარების მიმართულებით. მერე ბიზნესის განვითარებასთან ერთად ეს ბუნებრივად გამიჩნდა იმპულსი და ეს სულ მაქვს ხოლმე, რომ სულ მინდა ვისწავლოთ ან იმას, რასაც ვაკეთებ, კიდე უფრო კარგად რო გავაკეთო და რაღაც შემდეგი ნაბიჯი გადავდგა, ვიფიქრე მაგისტრატურას გავევლი და პირველი როგორც წესი ხდება ხოლმე, ეს საზღვარგარეთ ვნახავ რა პროგრამებია და მე აღმოაჩინე, რომ საქართველოში არის ძალიან გადასარევი პროგრამა. ორგანიზაციული განვითარება, ესე ქვია, დღემდე არის TSU-ში, ბევრმა არ იცის, სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ არის ესეთი გაპიარებული პროგრამა და ჩავაბარე ამ პროგრამაზე იმ წელს ჰქონდათ მიღება 2 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე და აი იქ დაიწყო შემდეგი ტრანსფორმაცია ჩემი, იმიტომ რომ იქ შევხვდი ეს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ საგნებს, იქ გავიცანი კოუჩინგი. პირველად რო წავიკითხე მოდულებში ეს კოუჩინგი გავიფიქრე რომ ნეტა ეს რა არის თქო, იმიტომ რომ ვერც მივხვდი შინაარსობრივად, ანუ იმდენად არ არსებობდა, სკოლებიც კი არ იყო საქართველოში, მაშინ კოუჩინგის TSU-ში ისწავლებოდა ესე როგორც საგანი პირველად და ჩამოდიოდნენ შვეიცარიიდან ჩამოდიოდნენ პროფესიონალი კოუჩები და თან საკონსულტაციო საუბრები ფრჩხილებში კოუჩინგი ესე ეწერა, იმიტომ რომ ვერ მოძებნეს, ვერ ახსნეს, რადგან ახალი საგანი იყო, მოკლედ ესე გადაწყვიტეს ტექნიკურად ეს საკითხი და ეს პროგრამა რო გავიარე, აი ამან მოახდინა ძალიან დიდი გავლენა ამ კუთხით, რომ რა გავიგე იცი მთავარი, რომ ნებისმიერი განვითარება იქნება თუ წინსვლა ორგანიზაციის ამ შემთხვევაში, მთავარი ელემენტი არის ადამიანი. და ადამიანის გარდა არ გამოდის არც პროექტი, არც ორგანიზაციის წინსვლა და როგორც წესი ეხლა უფრო იცვლება ეს შეხედულება ორგანიზაციებს აქვს ხოლმე პირიქით შეიძლება იფიქრონ ბევრ სხვა რაღაცაზე და ადამიანი დარჩეთ უკან და ვისაც უკან რჩება ის ორგანიზაციები ძალიან აგებენ დღესდღეობით და აი ამ თემებთან დაახლოებამ ეს კარგად დამანახა, ანუ რაც ვიცოდი თითქოს და რისი მოლოდინიც მქონდა ამ რაღაცებს სახელი დავარქვი, ძალიან ბევრი ინსტრუმენტი ვისწავლე, საუკეთესო სპეციალისტებისგან ვიტყოდი, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი სპეციალისტები ასწავლიან საერთაშორისო დონის, რომ აი ნამდვილად საჩუქარი არის, რომ საქართველოში გვაქვს ესეთი პროგრამა და ამან მიმახვედრა, რომ ეს არის ის, რაც მომწონს, რაც მინდა და ნუ მე ეს პროგრამაც რო დავამთავრე უკვე ფსიქოლოგიის მიმართულებით წავედი, ახლა დოქტორანტურაზე ვარ უკვე დიდი ხანია, ჯერ ვერ დავასრულე სამწუხაროდ. როგორც ხდება კვლევითი ნაწილი, როგორც ხდება და თემა მთავარი რაც არის და სადაც რასაც ვაგრძელებ, არის ადამიანის პოტენციალი. ეს არის ის, რაც მაინტერესებს. ბავშვობიდან მოყოლებული და მე ეთიოპიაშიც პროექტებთან ერთად, მოკლედ ამ პარალელურად ისე მოხდა, რომ ამითაც ვიყავით, რომ სულ საუბრები მქონდა და ჩემ ინტერესში იყო, რომ ის ადამიანებიც მათი პოტენციალიც მეტად ყოფილიყო, იმიტომ რომ როცა განვითარებული არის მეორე მხარეც, როცა ერთ სიხშირეზე ვართ, გაცილებით ადვილია ურთიერთობად საუბარით და ეს იმპულსი ყოველთვის მაქვს, რომ ჩემს გარემოში რაც ვიცი, ეს მინდა რომ გავაზიარო და მე რაღაცა ეს აღმოაჩინე, რომ პროფესიაც არის და რატომაც არა, მოდი პროფესიაც იყოს. ესე იგი შენ რასაც გისმენ, ხვდები რომ შენ ალბათ ბავშვობიდან ძალიან თვით დაკვირვებული ადამიანი იყავი, აი შენს განცდებს რომ აკვირდები მეორე ადამიანის განცდებსაც, რა თქმა უნდა. ესე იყო ნამდვილად თუ აი რაღაც მომენტში შენ ცხოვრებაში იგრძენი, რომ აი ახლა ნამდვილად გაინტერესებს და გინდა რომ უფრო ჩაუღრმავდე შენს თავს. იცი რა, იყო ესეც, მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი რაღაც, თვით დაკვირვება არის როგორც ძალიან კარგი რესურსი, ასევე არის კარგი ადაპტაციის მექანიზმი. მე ვარ ადამიანი, ვინც ხშირად აანალიზებს რაღაცებს, აი ეს რაციონალიზაცია უყვარს, აკვირდება, მაგრამ ხშირად ეს როგორც კარგი არის, შეიძლება იყოს რაღაცისგან თავის არიდების საშუალება. ჩემ შემთხვევაში იყო მახასიათებდა ეს, თუმცა ასევე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ეს ემოციების გამოხატვაც მიყვარს. და სხვა ადამიანთან ურთიერთობის ნაწილში მაგას რაც შეეხება, უფრო რა მომყვებოდა იცი ბავშვობიდან, რომ აი ეს შესაძლებლობები დაჯერება იმის, რომ რასაც მოინდომებ შეგიძლია.
არ არსებობს, რომ არ გამოვიდეს რაღაც თუ გულით გინდა. და ხანდახან პროტესტიც კი გამჩენია, როცა ამის არ ჯერათ ადამიანებს, ეხლა ვისწავლი ამის მიმღებლობაც, იმიტომ რომ ჩვენი დრო გვაქვს გავიაროთ და ფაზები იმისთვის, რომ ეს გავიხსენოთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია, იმიტომ რომ იმის მიხედვით რა გამოცდილება გვაქვს გავლილი, გვავიწყდება, რომ შემოქმედები ვართ და რაღაცა რაც ჩვენს რეალობაში არის, ჩვენ ძალიან დიდი გავლენა გვაქვს ამ ყველაფერზე და არა პირიქით. და აი უფრო ეს იყო ხოლმე, რაც ძალას მიმართულებას მაძლევდა, რომ აი აბა რა ხდება, აბა როგორ, აბა იქ რატო არ არის იმასთან, თუ მე ესე ვფიქრობ, ის სხვანაირად რატო ფიქრობს, აი ეს კითხვები უფრო იყო ხოლმე ჩემთან. და გახსენდება აი რაღაც შენი ცხოვრებიდან რაღაც ფრაგმენტები, მოვლენები, ისეთი მოვლენები, რომლებმაც შენზე აი ძალიან ღრმა კვალი დატოვა და აი სულ გახსოვს. აი შეიძლება ძალიან ღრმა ბავშვობაში იყო, მაგრამ აი სულ გახსოვს და ეს ეხება რა თქმა უნდა ადამიანის ფსიქოლოგიას. ძალიან ბევრი არის ეგეთი, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე პროფესიაში ვარ ისეთში, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობ, ესეთი სცენარები, პროგრამები არის უამრავი, რომელთაც და მე რო უფრო აცნობიერებ. კი, ზოგადად ცხოვრების გზას რო გადიხარ, არის გარკვეული კრიზისული ეტაპები, რაც შეგხვდება და იმის მიხედვით თუ როგორ გაივლი, ეს ხდება შენი რაღაცნაირი ადაპტაციის მექანიზმი, ხო? აი 7 წლებად არის ხოლმე როგორც წესი ეს კრიზისები გაყოფილი, აი 7 წლამდე არის, მე 14 წლის რო ხარ, მე 21-ის და ასე შემდეგ. და აი ყველა ამ პერიოდს აქვს რაღაცა გარდამტეხი მთავარი გადაწყვეტილება, რასაც მიიღებ ხოლმე ცხოვრებას და მე ეს ხდება შენი შინაგანი კანონი, რითიც უყურებ გარემოს თითქოს. და ერთ-ერთი ეგეთი გარდამტეხი გადაწყვეტილება, რაც მივიღე, იყო უნივერსიტეტის პერიოდში, მათ შორის, იმიტომ რომ როგორი რაღაც მოხდა, იცი რომ უნივერსიტეტში, აი აქტიური ბავშვი ვიყავი ყოველთვის სკოლაში, ინიციატივიანი, ეს ლიდერული, სულ რო ჩანს და აი ძალიან აქტიური მოკლედ და თან თავდაჯერებულობა არ მაკლდა არასდროს. მოვხვდი უნივერსიტეტში. და უცებ აღმოვაჩინე, რომ იცი რა, სხვა ძალიან მაგარი ადამიანებიც არიან და თან რა არის, იცი რომ სკოლაში არის ეს კომფორტის ზონა. ყველა გიღებს თითქოს ისეთს, როგორიც ხარ, ერთად ვიზრდებით და შენი პლუს მინუსები თითქოს მეტად არის აღიარებული, დაფასებული და ეს სიყვარული მეტად გაქვს. და აქ ესეთი განწყობით რომ მივდივარ, რომ იგივენაირად უნდა დამინახონ და აღმიქვან, უცებ ხვდები, რომ არაფერი არ ხარ. თავიდან უნდა დაიწყო და ეს იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება ჩემთვის, ახსოვს და ამ სიტუაციასთან ძალიან სასაცილოდ ვადაპტირდი, ეხლა სასაცილოდ თორე მაშინ მტკივნეული იყო ეგ ამბავი და ადაპტაცია მქონდა ესეთი, რომ არ აუშავს, არ მაინტერესებს. ოღონდ სინამდვილეში ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ესე ვაჩვენებ, რომ არ მაინტერესებს რა, მე ისედაც კაი ტიპი ვარ და ეხლა თქვენ თუ არ ფიქრობთ ჩემზე, ესე რა მოხდა მერე? აი ეს გაუფასურების სტრატეგია მოკლედ ეგრეთ წოდებული და ამ ტყუილში ვიცხოვრე რამდენიმე წელიწადი და როგორ რაღაცას ვაკეთებდი, იცი რომ ქულები არ არის მნიშვნელოვანი. მე ისედაც, ანუ რაში მჭირდება რომ დავამტკიცო რა, ისედაც ვიცი, რომ მე კარგი ვარ და ძლიერი ვარ. ანუ რეალურად ამით დაიწყო შენიღბვა რაღაც შინაგანი შიშების და თავდაუჯერებლობის. და მე შედეგი იყო ის, რომ არც ესეთი მაღალი ქულები მაქვს, როგორიც შემიძლია რომ მქონდეს. მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ახლა მეტნაკლებად. ურთიერთობებში არ მინდა ურთიერთობები, მე მარტოც რაში მჭირდება მე ახლა შეყვარებული რომ მყავდეს, ისედაც კარგად ვარ და ბედნიერი ვარ. მოკლედ, ყველა სფეროზე განზოგადდა ეს დამოკიდებულება და ამან მიმიყვანა იქამდე, რომ რაღაც ეტაპზე ვარ და რეალურად არ მომწონს. თუ გარედან კარგად არის ყველაფერი, მეგობრებთან ერთად ვერთობი, ვსწავლობ თითქოს, ახლა ისე არ არის, რომ ძალიან დაბალი ქულები მაქვს, მაგრამ უბრალოდ ეს არ მყავს პრიორიტეტში ჩასმული, რაც რეალურად მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. ანუ ერთგვარად ინერციით მიდიხარ. ხო, აი მივდივარ რაღაცნაირად და შინაგანად, შიგნით გვანცა მიცის, რომ ეს არ მოწონს ეს ყველაფერი. მაგრამ გარეთ არ აუშავს რა, არ არის არაფერი მნიშვნელოვანი, მოკლედ და რაღაც ეტაპზე შემოდის ერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. აი უცებ ხო არიან, რომ ვიღაცა შემოვა, ზოგი რჩება მთელი ცხოვრება, ვიღაც არის შემოვა და მე გავა და ეს შემოვიდა, ეს გოგონა. და როგორი რაღაცა ხდება, იცი, ჩემში, რომ აი ბავშვობიდან მქონდა ეს
მომწონდა ჩემი თავი ამის გამო, რომ მე არ მშურს არავის რა და ეს დადებითი თვისება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სულ მეგობრები რაღაცებს რო ლაპარაკობდნენ მშურის თემაზე, აი თითქოს ვერც ხვდებოდი, ვერც ვიგებდი რაზე ლაპარაკობდნენ და მithქვამს კიდევაც რომ აი რა კარგია რომ არ მშურს და მგონია რომ ჩემიც არ შურთ. აი რაღაცა ესეთი ის მქონდა შურთან მიმართებით და ეს შემოვიდა ეს გოგონა. ხე გავაგრძელებ ისტორიას. და ამის ამბები რომ მესმის თან აქტიური კონტაქტი კი არ მაქვს რა, აი სადღაც რო გადაიკვეთები მეგობრებთან, არც ვიცნობ თითქოს ახლოს ამ ადამიანს და არ მომწონს, აი არ მსიამოვნებს რა, აი ამაზე საუბარი ჩამოვარდება, თითქოს უსიამოვნო შეგრძნება მაქვს და ჩემთვის შიგნით მიდის ესეთი საუბარი, ხდიდი ამბავი რა, სწავლაზეა გადაყოლილი ახლა ეგ და ალბათ აი ესეთი ტიპაჟი არის რა, მე კარიერა რო არის მთავარი და ცხოვრებას რო არ აქცევენ ყურადღებას და ალბათ არ შეყვარებული ყავს და არც არაფერი არ ხდება. ლამაზი იყო, მაგრამ ნუ ეს სილამაზე კიდე არ მქონდა გაუფერულებული რა. აღიარებდი. ხო, სილამაზე კი აი სწავლის მომენტი მქონდა გაუფასურებული. მოგზაურობს ძალიან ბევრს და ესეც ხდიდი ამბავი სხვა ქვეყანაში მე არ ვარ ჯერ არსად ნამყოფი. და მე დაგვირგვინება არის ის რომ გავიგე რომ ძალიან კარგი შეყვარებული ყავს. ეს იყო ბოლო. და ეს არის ბოლო წერტილი და ხვდები რომ ცუდად ვგრძნობ თავს, ანუ არ მომწონს. და აი ეს თვითრეფლექსია რაში მეხმარებოდა, იცი რომ ცუდად ყოფნა არ შემიძლია დიდხანს. ეგრევე მივდივარ შიგნით და ეხლა რა ხდება? მაშინ არ ვიცი ჯერ ეს ფსიქოლოგიური კონტექსტი არ მაქვს, იურიდიულზე ვსწავლობ ჯერ. და რა ხდება, რატო ვარ ცუდად? და ეს საბასის რო არის, ხო იცი განმარტება, შურის, წუხარება სხვისა სიხარულზე ზედა. არ მომწონს ეს გოგო რო ესე კარგად არის და რა ხდება? ეხა ჩემში რა დანაკლისი არის? ისევ არ ვიცი ჯერ, მაგრამ აი ინტუიციურად უსვავ ჩემ თავს ამ კითხვებს. და მივხვდი იმას, რომ მე რეალურად მინდა რომ კარგი შედეგები მქონდეს სწავლაში. ხო, მინდა ეს არის კარგი ჩემთვის. ყოველთვის მომწონდა და ეხლა რაღაცა აღარ ვაქცევ ამას ყურადღებას. მე მინდა რომ შეყვარებული მყავდეს. და პარტნიორული ურთიერთობა ხვდები რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია და მანამ აი არც ვიხედები იქით მხარეს, თითქოს ეს არც არსებობს. მე ძალიან მინდა რომ მოგზაურობდე და ბევრი ქვეყანა ვნახო. და ეს რაღაცები ვაღიარე ჩემ თავთან. რაც მანამდე გაუფასურებელი. რაც მანამდე მქონდა გაუფასურებელი, იმიტომ რომ შინაგანად ეს თავდაცვის მექანიზმი იყო ამ ჩემში და რაღაც დანაკლის ამით ვიცავდი ამით ჩემ თავს რა. რა მჭირდება ეხა? ან მოგზაურობა დიდი ამბავი. დიდი ამბავი. აი ზუსტად დიდი ამბავი. ქულები დიდი ამბავი. ზუსტად და ეს როგორც კი გავიაზრე და ვაღიარე, ჩემ თავთან ძალიან მტკივნეული იყო, არ იყო ამის აღიარება ადვილი. ეს გოგო როგორც შემოვიდა, ისევე გავიდა ჩემი ცხოვრებიდან, არ ვიცი, ეხლა რა ხდება და როგორ ხდება, მე რაღაცები გავიგე, როგორც ხდება ხოლმე ისე არ აღმოჩნდა, როგორც შორიდან ჩანს, მაგრამ მე მივხვდი, ჩემთვის რა გაკვეთილის მოსაცემად იყო ეს ადამიანი და როგორც კი ეს ვაღიარე და ვთქვი ჩემ თავთან, ერთ წელში ჩემი აკადემიური მოსწრება რადიკალურად შეიცვალა. პრეზიდენტის სტიპენდიანტი გავხდი, წარმოვიდგინე უნივერსიტეტში. წავედი საზღვარგარეთ, დავიწყე ის სამსახური, რაც მომწონდა და შეყვარებული მყავდა ერთი წლის ბოლოს ხოთაშორის ვისთანაც დღემდე მართლა ერთად ვართ. ესე იგი რამხელა როლი ქონია ამ გოგოს შენ ცხოვრებაში? უფრო რას იცი რომ ზოგადად ესეთი ადამიანები რო შემოდიან, მე მგონია რომ ძალიან გამიმართლა ამ კუთხით, რომ ადამიანები ხშირად და ყველასთვის ესე არის, უბრალოდ ჩვენ ვერ ვსწავლობთ ხოლმე ძალიან ხშირად, შემოდიან როგორც დადებითი კუთხით. ისე ესეც ხო შეიძლება დადებითი არ იყოს, სინამდვილეში ძალიანაც დადებითი არის, რომელიც გაჩვენებს და შემთხვევით არც ერთ ადამიანს არ ხვდებით და თუ გაქვს უნარი რომ ამაზე ისწავლო, ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმაში შეიძლება დაგეხმაროს ცხოვრებაში. და ჩვენ ძალიან ხშირად ვართ აი ამ მექანიზმებში, სტრატეგიებში, სხვადასხვა არის, ვიღაცისთვის გაუფასურება არის, ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც სხვა იყოს, აი ვისაუბროთ მე ნელ-ნელა და შეიძლება კიდე დავინახოთ და როგორც წესი, ეს ჩვენი სტრატეგიები არის ხოლმე ბრმაზონა რა, არც იცი, რომ არ იცი. გონია რომ შენ ხარ და სინამდვილეში არ ხარ შენ, სინამდვილეში არის შენი მექანიზმი, რომელმაც გასწავლა როგორ იყო უსაფრთხოდ. არა ბედნიერად, არამედ უსაფრთხოდ.
და ჩვენი ამოცანა ხო უსაფრთხოება არ არის, ჩვენი ამოცანა არის განვითარება. ბედნიერები, განვითარდეთ, კარგად ვიყოთ და სიმშვიდეში ვიყოთ, რაც მთავარია. ძალიან საინტერესოა ეს შურის მომენტი. ჩვენ წინა ეპიზოდში მაგაზე ვსაუბრობდით ჩემ სტუმრებთან ერთად. და მე ვფიქრობდი ამ აქტიური საუბრის მე ვფიქრობდი და აი ჩემთანს ვაკვირდებოდი და მივხვდი როგორ უნდა ამოვიცნო შური ჩემს თავში. და ეს ხო აი ამის გააზრების მე ეს ხო რაღაც წამის მიასეთში ატყობ შენ თავს, ეს ხო სხეულებრივად ვლინდება. და მე შევატყვე ასე, რომ აი ჩვეულებრივად როცა ვიყავი რაღაც ბედნიერი, კარგ განწყობილებაზე, ეგრევე მივხვდი, რომ აი როცა ვიღაცაზე დავინახე ის, რაც მე მინდა და არ მაქვს, აი ეს კუნთები მომეშვა და აი ეს სახე პირი რომ ესეთ ჩამოვიდეს, აი ყველაფერი მომეშვა, არავითარი ბედნიერება აღარ მეტყობოდა და ვიყავი აი მოდუნებული, თითქოს აი დამძიმებული და მაშინ რომ მივხვდი, რომ ეს ემოცია, რომელიც მე არ მინდა რომ მქონდეს და მე არ უნდა მქონდეს. შური არ არის კარგი. აქ ერთი რაღაც არის კიდევ მნიშვნელოვანი, ჩემი მეორე პოლუსი იყო ეგ. ეს რო გავაცნობიერე, ისი არ მომეწონა. ძალიან ცუდია. გადავაგდე ჩრდილებში და ჩრდილებში არის რომ ჩემი ეს ვერსია აღარ მომწონს, ვისაც შეშურდა ვიღაცის. არა უშავს. აი როგორც კი მიიღე ეს მომენტი, იმიტომ რომ შური იგივენაირად გავლენას ახდენს შენზე, როცა შეგშურდა, ან როცა თქვი რომ ეხლა რომ შურს ეს ცუდია. თავარი არის ყოველთვის განვითარებაში დაინახო, როგორც კი დაინახე, მიიღე, აღიარე, უკვე ზემოთ დადექი. იმიტომ რომ არ არსებობს რომ უარყოფითი იმპულსებიც გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ეს ცხოველური ინსტინქტები ჩვენში არის. გადარჩენის. იქ შური, სიხარბე, მომხვეჭელობა, ბევრი რაღაც არის, რაც არ მოგწონს, მაგრამ გვაქვს თუ კარგად ჩავიხედავთ და როგორც კი ეს მიიღე, შენს თავში რომ აი სადღაც ცოცხალი არის, უკვე ამაზე ზემოთ დადგომას იწყებ და თუ ამას ვთრგუნავ, მე როგორც წესი არაცნობიერად იწყებს ჩემს მართვას. ანუ შენ გულისხმობ აკატეგორიზებ როგორც ცუდი რაღაცა. აკა მე როგორც დავაკატეგორიზე, რომ ეს მე არ მინდა. კი, ზუსტად. ხო, ეგეც საჭირო არ არის. ანუ უბრალოდ ის რომ აღიარებ, მე ვფიქრობ კიდე ის ხვებზე შემიმჩნევია, შეიძლება მეც მაქვს ეს. როდესაც ადამიანს სხვისი შურს იმ ადამიანზე აპროექცირებს, ანუ იმაზე ამბობს, რომ იმას შურს სხვების, ამ დროს თავის შურის პროექცია არის ეს თავიდან ბოლომდე. ნუ მე არ მომწონს, იმიტომ ვთქვი, რომ მე ეს შური ძალიან ბევრ რამეში ვლინდება, აგრესიაში პირველ რიგში. აი აგრესიულია ადამიანი რა მაგ დროს, ყველასა და ყველაფრის მიმართ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. კი, ზუსტად. ანუ სხვაში რო იწყებ რაღაცის დანახვას, მაგითაც შეიძლება რომ იცნო. აი რა დროს განვიკითხავ სხვა ადამიანებს გამრჩი. აი ვიზე ვამბობ, რომ ცუდია. ხო. და რასაც მიაწერ იმ ცუდ ადამიანს, ჩაიხედი აბა საკუთარ თავში. აი რატო დაინახე ეს იმაში, რომ ოღონდ ამას ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ფროიდის თქმის არ იყოს, ხანდახან ჩიბუხი უბრალოდ ჩიბუხი. მეტი არაფერი. ხო და ამასაც სჭირდება გააზრება და აი მთავარია ის, რომ გაიაზრო, შეჩერდე, აი განწყობის ენაზე მაგას ობიექტივაცია ქვია, რომ შენ ცხოველივით ინსტინქტურად კი არ მოქმედებ ცდისა და შეცდომის მეთოდით, არამედ რაღაცა რომ გაფერხებს, უნდა შეჩერდე ცოტა ხანი. დაფიქრდე, ეხლა რა მაფერხებს მე? და მერე იზრუნო იმაზე, რომ ეს ქცევა დაასრულო და ეს შეფერხება მოხსნა. აი ეს არის ზუსტად მთავარი. აზროვნება, რომ აი ვიფიქრო, აი რატო ხდება ეს? ესაა მთავარი. პაუზის ძალა. კი, აი ხანდახან უბრალოდ უნდა გაჩერდე. ეს ბეჭედი მიკეთია, აწერია, უბრალოდ ისუნთქე. ხო. და ეს ზუსტად მაგას მახსენებს. ნებისმიერი გამოცდილება, რაც არ უნდა დადებითი ან უარყოფითი იყოს, შეგიძლია რომ გაჩერდე, იმიტომ რომ გადის ყველაფერს აქვს თავისი პიკი და მერე მცირდება. თუ ეს კუნთი გაქვს გავარჯიშებული, პაუზის, შეჩერების და იმაგიტო არის სუნთქვა გვეხმარება ხოლმე. ძალიან გვეხმარება და მერე იწყება ცვლილებები და ეხლა ცვლილებებზე მაინტერესებდა. შენი აზრით ადამიანი როდის იწყებს ცვლილებას? ეხლა დღეს ძალიან პოპულარულია ეს თემები. რაღაც ცვლილებები, გასხივოსნება, თავიდან დაბადება და ასე შემდეგ. რეალურად ცვლილებას უწოდებენ ამ ყველაფერს, ხო? ერთი პატარა გარდატეხაც კი უკვე ცვლილების დასაწყისია. აი ზოგადად როგორ ხდება? როდის
იწყება ადამიანის ცხოვრებაში ცვლილება. მის, რა თქმა უნდა, ფსიქიკაში და მის განვითარებაში. სამყაროს კანონი არის, რომ ერთადერთი მუდმივობა, რაც არის ცვლილება. შენ თუ ამას ეწინააღმდეგები, ესე იგი უკან მიდიხარ. ანუ ჩვენ ბუნებაში დევს, რომ უნდა განვითარდეთ და როცა ამასთან წინააღმდეგობას ვიწყებთ, მერე სამყარო რაღაც გამოცდილებებს გვიგზავნის ხოლმე, რასაც ჩვენ ცოტა დრამებში თარგმნით, ვარქმევთ სახელებს, სინამდვილეში შეიძლება იყოს უბრალოდ გაკვეთილი, რომელიც გეუბნება, რომ ეხა გეყოფა. გამოფხიზლდი. და ორი მთავარი მიზეზია ხოლმე, რის გამოც ადამიანები იწყებენ ცვლილებას. ერთი არის შედარებით ისეთი სასიამოვნო კარგი, ესე ვიტყოდი, ეგ არის მისწრაფებით ცვლილება, სურვილით ცვლილება, გაგიჩნდა, აი მოგინდა რაღაც გქონდეს, რაღაც მიზანი დაისახე, რომლის რეალიზაციაც გინდა, ან შენი თავის რაღაც ვერსიასთან გინდა შეკავშირება, ხო? მაგალითად, გინდა სიმშვიდე, სისავსე, სიუხვე და ეხლა შეიძლება არ გაქვს, მაგრამ გინდა, იცი რომ შეგიძლია და ეს გაძლევს ძალას, რომ წახვიდე წინ. მეორე არის ცოტა უფრო გავრცელებული, მაგრამ შედარებით მტკივნეული და ეს არის როცა ტკივილი გაიძულებს, რომ შეიცვალო. ანუ უბრალოდ აქ ხდება ერთი რამ. ტკივილის კონტეინირება, მოთმენა, დატევა, ყველა შეუძლია სხვადასხვანაირად. შეიძლება ვიღაცამ ერთხელ, ორჯერ რაღაცა არ იმუშავა, დასვას კითხვა და შეცვალოს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან დიდხანს შეუძლია ეს ტკივილი ატაროს. მაგრამ სადღაც რაღაც ეტაპზე მივა ცხოვრების, როცა ხვდება, რომ ანუ აღარ შეიძლება ესე გაგრძელება და იქ იწყება ცვლილებები. მაგრამ ის არის ცუდი ამბავი, ალბათ ამაში თუ ცუდს დავარქმევთ, რომ შეიძლება ეს ძალიან გვიან მოხდეს. უბრალოდ და ენერგია აღარ გქონდეს იმისთვის, რომ რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში. ბაყაყის მაგალითი რო არის, ხო იცი, ანუ წყალზე რო დაადგავ და თუ ცივ წყალში ჩასვავ ბაყაყს და ცეცხლს შეუნთებ, არ ხტება ჯერ. ნელ-ნელა ელოდება, ადაპტირდება, აქვს უნარი რომ ადაპტირდეს ამ წყალთან, იმიტომ რომ ტემპერატურას იცვლის. და მე დუღილის ტემპერატურამდე რო არის წყალი მისული და უკვე უნდა რომ ამოხტეს, ენერგია აღარ აქვს, იმიტომ რომ დახარჯა ადაპტაციაში. აი ეს ხდება ჩვენთვისაც, რაღაცა გეუბნება, არ მოგწონს. თავს ატყუებ, აი ყველაზე მეტად რაც გვაჩერებს არის თავის მოტყუებას ვიწყებთ ხოლმე და მთავარი თავის მოტყუება რა არის ადამიანები, რასაც ვეუბნებით, არ შემიძლია, მე არაფერ შუაში ვარ, არ გამომივა. როცა სინამდვილეში რაღაცის მეშინია, ანუ შინაგანად რაღაცის მეშინია, არ ვდგავ ნაბიჯს და თუ წყალი ოდნავ გამთბარია და მერე მომინდა ამოხტომა, ხო კარგი, მაგრამ თლად დუღილამდე თუ მივიყვანე, მე შეიძლება კი მივხვდე, რომ ეხლა აქ აღარ შეიძლება, მაგრამ ენერგია აღარ მიმყვება. ამიტომ აი ეს ორი იმპულსი არის, რაც ეხმარება ხოლმე ადამიანებს. კარგი არის თუ ეხლა პირველ იმპულს, ესეც ცოტა ისეთია, რატო ხდება, რომ ერთი ადამიანი აირჩევს თავიდანვე განვითარებაზე არის ორიენტირებული, მეორეს რაღაც უნდა ეტკინოს. ეგეც ძალიან ისეთი შინაგანი მდგომარეობა არის ალბათ, გარემოსაც თავისი გავლენა აქვს, მაგრამ არიან ადამიანები ტკივილმა ისე შეიძლება გაზარდოს და იმდენი ასწავლოს, იმიტომ რომ ტკივილს რა ახასიათებს იცი, რომ აი ორმოში ჩადიხარ მაგ დროს, ხო, აი შენ სიღრმეებში ჩადიხარ და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, უფრო მაღლად შეგიძლია რომ ამოხვიდე. თუ ამოსვლა გადაწყვიტე, მაგრამ ცდუნებაც ის არის, რომ შეიძლება ენერგია არ გეყოს. ანუ მთავარი რა არის, რომ ეს წესის ამ კანონის გააზრება და მიღება, რომ ცვლილება არის მთავარი და მე თუ ეხლა რაღაცას არ ვცვლი, თუ არ ვითარდები, ესე იგი ერთ ადგილას არ ვდგავარ, თუ თავს ვატყუებ და მგონია, რომ ეხლა არა უშავს კაცო, სამაგიეროდ ერთ ადგილას ვარ, არ ხარ ერთ ადგილას, იმიტომ რომ ირგვლივ ყველაფერი იცვლება და შენ თუ ერთ ადგილას ხარ, ესე იგი უკან მიდიხარ, რეგრესში ხარ. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა დაიწყოს ცვლილება? შენ თუ გამოგიცდია ეს, აი შენ თუ გქონია ესეთი პრაქტიკა, ან ვინმე გასწავლა ეს ცხოვრების რაღაც სხვადასხვა მოვლენებში მოხდა ეს, თუ თქვათ სწავლის დროს მოხდა, რომ აი როგორ ისწავლე, როგორ უნდა შეძლო ცვლილება? აი როგორ დაიწყო ეს ცვლილება, როგორ განახორციელო? რა გინდამდე მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ გაიაზრო რეალურად რა გინდა ცხოვრებაში და ძალიან ხშირად ამას არ ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ აი ამ წრეში ვართ, რაღაც წრეზე ვტრიალებთ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო საფეხურები არის, რასაც ცვლილების გზაზე გავდივართ.
პირველი აი ესეთი საფეხური, რომელიც შედარებით მტკივნეული არის, აქ ადამიანს ზოგჯერ მარტო არ შეუძლია აქედან გამოვიდეს და შეიძლება დახმარება დაჭირდეს, არის ეგრეთ წოდებული ცხოვრება საშინელი. ანუ აღქმა მაქვს, რომ ცხოვრება არის საშინელი, მოლოდინი მაქვს მხოლოდ ცუდის. აი დეპრესიულ მდგომარეობაში თუ დიდხანს გაგრძელდა ეს ჩემი თავის მოტყუება, შეიძლება იქ აღმოჩნდე და აქ უკვე სპეციალისტის დახმარება მჭირდება, იმიტომ რომ მარტო мотиваცია რაღაც დადებითი შემოუძახი აღარ მშველის, ხო? მერე აქედან გამოსავალი შემდეგი საფეხური არის, რომ ჩემი ცხოვრება არის ცუდი, ჩემი ცხოვრება არ მუშაობს. ნუ უკვე თითქოს ესეც უარყოფითი მდგომარეობაა, მაგრამ გაჩნდა პერსპექტივა, რომ სადღაც რაღაც კარგი არსებობს. ჯერ ჩემთან არ არის, მაგრამ არსებობს ეგ კონტექსტიც, რომ ვიღაცის ცხოვრება მუშაობს. ანუ ერთი ნაბიჯით უკვე აიწია ადამიანმა მანდ. მერე აქ ამ საფეხურის მერე გადავდივართ შემიძლია. მეც შემიძლია, ანუ დავიჯერე, რომ რაღაცების ცვლილება შემიძლია ცხოვრებაში. მაგრამ და მაქვს ეს ფრაზა, მაგრამ და რაღაცას ვატყუებ ისევ ჩემ თავს. ვეუბნები, რომ ეხლა საკმარისი დრო არ გაქვს, განათლება არ გაქვს, აი ძალიან გავრცელებული არის, ეგ ასაკი არ გიწყობს ხელს. ყველა ასაკში შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა, ხო? ან იმ ქვეყანაში არ ცხოვრობ, რომელშიც უნდა ცხოვრობდე, ან ის განათლება არ ასე შემდეგ. რაღაცა ისტორიას უყვები შენ თავს, რომელიც გტოვებს ამ ადგილას. და მერე შემდეგი არის ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აქ ბევრი ადამიანი იჭედება ხოლმე, დაიჯერა კიდევაც, გააცნობიერა ეხლა, რომ ეს ისტორია არის და თვითონ მოუგონა თავის თავს და შეუძლია, რომ რაღაც გააკეთოს, რაღაც იქნება. მოიცადე რაღაც იქნება. აი ველოდები. მოდი კიდე ერთ კურსს გავივლი. მოდი კიდე ერთ პროგრამს, მოდი კიდე ერთ უნივერსიტეტს, ერთ დიპლომს, აბა იმასაც წავიკითხავ, აბა იმან როგორ თქვა ამაზე და მერე დავიწყებ ჩემს ცხოვრებას. ანუ ეს მექანიზმი ისევ მაჩერებს ერთ ადგილას, ოღონდ მოქმედება არ დავიწყო და ჩემ ცხოვრებას არ მივხედო, აი ბოლო საფეხური არის, რაც მჭედავს. ამის მერე მოდის ეს ჩემი ცხოვრებაა. მივიღე, როგორიც არის. კარგია, ცუდია, ისეთია, ესეთია, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ცხოვრებაა. არავის ბრალი არ არის, არც ჩემი მშობლების ბრალი არ არის. ეს ხუმრობით ხშირად მომიყოლია ეს სემინარებზე, რომ თერაპიაზე თუ დადიხართ, შუა პროცესში არ გაწყვიტოთ თქო, იმიტომ რომ შეიძლება მშობლებზე გაბრაზდე და პროცესი უნდა დაასრულო, რომ მე ურიგდე, იღებ და მე შენ ცხოვრებას აგრძელებ. იმიტომ რომ გააკეთეს მათ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და მთავარი მოგცეს სიცოცხლე. და ეხლა ამ სიცოცხლეს რას გაუკეთებ, შენ ხელშია უკვე. და აი ამ წრეში ვიკეტებით, რომ ეხლა იმის ბრალი, ამის ბრალია და როგორც კი მიიღე, რომ ეს ჩემი ცხოვრება აღიარე ყველა დანაკლისით, რესურსით, რაც მუშაობს, არ მუშაობს, უკვე მოდის შემდეგი ნაბიჯი, რომ რა მინდა ეხლა ცხოვრებაში. კარგი, ეს მაქვს, მაგრამ რა მინდა ამის სანაცვლოდ. და ეს რა მინდა უკვე გაძლევს რაღაც იდეას, აქ თუ ხარ ეხლა, იდეალური როგორი არის შენთვის. რა უნდა გავაკეთო, ბოლო ნაბიჯი არის, რა მოქმედება უნდა გავაკეთო, რომ სასურველი შედეგი მივიღო. და აქ უკვე იწყება შენი ცხოვრების შექმნა. უბრალოდ იმდენ დროს ხარჯავთ, აი ქვედა წრეებზე, იმდენ ენერგიას ხარჯავთ, რომ ეს მაგრამ აუხსნა, რაღაცა ისტორია მოუგონა ჩემ თავს. ოღონდ პასუხისმგებლობა არ ავიღო ჩემს ცხოვრებას და ოღონდ მოქმედება არ დავიწყო. როგორც კი ეს ნაბიჯი გადადგი, უკვე ცვლილებები იწყება. ჩემ შემთხვევაში ეს რა მინდას აღმოჩენა იყო, როგორ დაიწყო, იცი, აი ქვემოთ ვარ, მეც სადღაც, აი წუწუნ მდგომარეობაში. წუწუნის კი. და თან როგორ არის, იცი, აი საინტერესო ეგ არის ხოლმე, რომ გვერდიდან რო უყურებ, თითქოს კარგად არის რა ყველაფერი, ხა საქმეც გაქვს, შემოსავალიც გაქვს, იქ მოგზაურობ, ოჯახი, რაღაცები კარგად მიდის თითქოს, მაგრამ რაღაცა რომ მაინც არ მოგწონს, რეალიზებულად არ გრძნობ ბოლომდე თავს და უნივერსიტეტში ვსწავლობ მაშინ და ესეთი შესაძლებლობა კარგი არის ხოლმე განვითარების პროგრამებზე დემო სესიების შესაძლებლობა არის ხოლმე და დემო სესია რას ნიშნავს? დემო სესია არის, როცა შენზე ატარებენ საცდელ პროცესს. მოკლედ და ეს კოუჩინგი ახალი გავლილი მაქვს, ეს ორგანიზაციული განვითარება და განცდა მაქვს არარეალიზებულობის, საქმიანობის კუთხით რა, აი ვიცი რომ
რაღაცეები შემიძლია და თითქოს ვერ ვაკეთებ აი იმ ყველაფერს რაც შემიძლია და არ მომწონს აი დაუფასებლობის განცდა მაქვს რაღაცა ფრუსტრაციები იმად-გაცრუებები მაქვს და მოკლედ ვარ წუწუნ მდგომარეობაში გადასული და თან შინაგანად ვგრძნობ რომ არ მომწონს აქ ყოფნა არ მინდა რომ აქ გავჩერდე და არ გინდა წუწუნი. არ მინდა ხო სადამდე შეიძლება ეხლა და თან არ ვარ ისეთი ადამიანი რომ ამაზე ყველასთან და ყოველთვის ვსაუბრობ აი შიგნით მაწუხებ შეიძლება ძალიან ახლობელ ადამიანებს უზიარებ ხო მაშინ არც თერაპიაზე დავდიოდი ესე და მოკლედ შესაძლებლობაა რომ დემოსესიას ჩავატარებთო და თან რა არის აქ მნიშვნელოვანი რომ აი სპეციალისტის კუთხითაც ეს ადამიანი ვინც ეს გააჟღერა ძალიან ჩემი ადამიანი არის მოკლედ და ეხლა უკვე დავმეგობრდით მაშინ ჩემი ლექტორი მენტორი იყო ეხლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ და როგორც კი გააჟღერა მივხვდი რომ ეხლა ის უნდა ვცადო ჯერ არც ვიცი რა უნდა მოხდეს ამ დემოსესიაზე მაგრამ მეთქი მე მინდა გამოსვლა სხვა არ იყო მსურველი მე ამირჩია გავედ და ვსაუბრობთ და დემოსესია არის არაფერ საუბარია უბრალოდ კოუჩინგური დიალოგი გვაქვს მისმენს კითხვებს მისვამს აბა გვანცა როგორ ხარ რა ხდება რა გინდა აი დაახლოებით ესეთი ფორმატი არის და რო დავიწყე ეხლა გვერდიდან რო უყურებ ამ პერსპექტივიდან რო უყურებ და როგორ წუწუნებ როგორ ვამბობ როგორ არ მომწონს რაღაცები როგორ არ მუშაობს ისე როგორც მე მინდა როგორ მეტი შემიძლია როგორ არ გამოდის გვანცა რა გინდა ისე ვაგრძელებს გვანცა როგორ არ მოწონს როგორ არ შეიძლება ესე როგორ სხვანაირად უნდა იყოს ყველაფერი და როგორ ისე არ ხდება როგორც გვანცას უნდა გასაგებია გვანცა და რა გინდა მოკლედ ეს ჩემი მენტორი ძალიან თავაზიანად მთელი 9 საათის განმავლობაში მისვამდა მხოლოდ ამ კითხვას ოღონდ ვერ ხვდები მაშინ რომ ამ კითხვას მისვავს მარტო და სხვას არაფერს და ბოლოს აი ეს რომ მოხდება გადატრიალება დავიწყე იმის ფორმულირება რაც მინდა გავიგე რომ ეს არ გინდა არ მინდა მაგრამ აბა რა მინდა სიმშვიდე მინდა სისავსე მინდა რომ აი რასაც ვაკეთებ ის ძალიან მაბედნიერებდეს მოკლედ დავიწყე იმის ფორმულირება რაც რეალურად ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს როგორი სიტყვებია იცი აი შინაგანი მდგომარეობის სიტყვები არის უკვე როცა ამბობ შენში რაღაც იცვლება ჯერ ხო არ არის თითქოს ის მდგომარეობა მიღწეული მაგრამ რეალობად რო იქცეს ჩვენ ძალიან ხშირად გგონია ხოლმე რომ აი რაღაც უნდა მოხდეს ახლა მე რომ დავმშვიდდე არა ჯერ უნდა დამშვიდდე და მე გამოვა ის რაღაც და აი როგორც კი დავაფორმულირე შიგნით უკვე რაღაც შეიცვალა სახე შემეცვალა გავიღიმე სხეული შეიცვალა და ეს ადამიანი ამ ყველაფერს მირეკლავს ანუ შენი სარკია რეალურად კარგი კოუჩი და მოკლედ ეს ყოფაში როგორც კი ჩავედი და ყოფის დონეზე გაფართოვებას ვეძახი მაგას აი სიმშვიდეს სიყვარულს რო დაუკავშირდები კარგი რა გინდა რომ გააკეთო იქიდან იწყებ რაღაცა ნაბიჯების აღებას რომელიც იწევს მერე ცვლილებას. სხვათა შორის მაგის მერე იყო რომ წავედი ეთიოპიაში მოხალისე თოღონდ. ამჯერად უკვე მოხალისეთ არა პროექტის გასაკეთებლად, იმიტომ რომ ცვლილებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა რა ჩვენ თავს შეგიძლია გავუკეთო არის სრულად ამოაგდო კომფორტის ზონიდან. და მე ცოტა ზედმეტად მოვინდომე, იმიტომ რომ ასეთებს ხოლმე ეგეთი რაღაცები. ძირად დაგიჯდა. პირდაპირ ეთიოპიაში წავედი 3 თვით საცხოვრებლად. თლიანად ანუ გარემო შევიცვალე და მანამ თუ ჩავდიოდი პროექტებს ვაკეთებდი სასტუმროში ვცხოვრობდი მეტნაკლებად ნაზრუნი იყო ჩემი ლოჯისტიკა გადაადგილება და ასე შემდეგ იქ ჩავედი ჩვეულებრივ უბანში ვცხოვრობ სახლში იქაურებთან ერთად დავდივარ სატრანსპორტო საშუალებით ჩემით უნივერსიტეტამდე და ძალიან იქაურივით ვიცხოვრე კაი, მე ეგეთი დასვენებას რო ეძახიან, ჩემთვის ეგ არის დასვენება. პირველი ერთი კვირა მქონდა 40 გრადუსი სიცხე, ოღონდ ეს ბევრმა არ იცის. და ჩემი ახლა გაიგებს. რო არ მithქვამს, იმდენად ვინერვიული, ან პირველი კვირა იყო იმდენად. მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ვიყავი წარმოვიდგინე, მაინც ამის გათვალისწინებით, კონტექსტი იყო სრულიად ახალი ჩემთვის. სრულიად დამოუკიდებელი ვიყავ, იმიტომ მარტო ვიყავი, მანამ მარტოც არ ჩავსულ ვარ, მაგის მერე უკვე ჩავდიოდი მარტო, მაგრამ ეს პირველი გასვლა იყო ჩემი, როცა მარტო წავედი უცხო ქვეყანაში, ესეთ გარემოში და არ არის ახლა ეთიოპია ევროპული ქვეყანა, ხო, ესეც და ეს მოხდა მას მერე, რაც შენ მიხვდი რა გინდოდა, რომ გინდოდა სიმშვიდე.
და აი როცა მიხვდი რომ სიმშვიდე გინდა მოაწყო სრული აურზაური შენ ცხოვრებაში. კი. როგორც წესი დალაგება ჯერ არევით ითხება ხოლმე. და თან თავარი ის არის რომ ეგ არის სასიამოვნო არევა. აი სწორედ მოსვენება გაკლდა ჩემი აზრით შენ რომ აი ვერ გასვენებ და რაღაც ვერ ისვენებდი, იმიტომ რომ არიყავი იქ სადაც უნდა ყოფილიყავი და აი ასე დაიწყო მგონი. სხვათა შორის რა არის, იცი რომ ესეც ძალიან ხშირად არ ვიცი, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება განვითარებაზე. ხშირად არის ხოლმე მოლოდინი, რომ სასიამოვნო პროცესი შეიძლება იყოს და არ არის. რა თქმა. არ არის სასიამოვნო პროცესი. ეს არის, რაზეც ცნობი არჩევანი უნდა მაგიტოა რომ სიმამაცე ჭირდება. ახალი რომ შექმნა, ჯერ ძველი უნდა დაინგრას და ეს ძველი ნგრევა არის მტკივნეული პროცესი. დაახლისთვის კარგი არის რატო? იმიტომ რომ ეს ძველი როგორც წესი არის ტყუილი. ყალბი, თავის მოტყუება, რაღაცაზე, რაღაც შიშზე დაშენებული იდენტობა არის, მაგრამ აი როგორი პროცესია იცი, რომ იქლიბაო, ეხლა შენ თავს წარმოვიდგინე, კი ზედმეტი არის მოიშორე და არ გჭირდება, მაგრამ ხო დაგაშენდა შენი ნაწილი არის და საკმაოდ არაკომფორტული არის, მაგიტო არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და მეც მათ შორის გამივლია ეგ ეტაპი, ცდუნებაა ძალიან დიდი, რომ ოღონდ რაღაც არ შეცვალო შენ ცხოვრებაში. 1000 რაღაცას ისწავლი, გაიგებ, წაიკითხავ, თეორიულად იმდენი რაღაც იცი, მაგრამ ცხოვრებაში არ გადაგაკ. რატო? იმიტომ რომ იმის მოქლიბვა არის ყველაზე მტკივნეული და რთული ამბავი. უბრალოდ მოგზაურობას რო იწყებ, აი ეს არჩევანიც უნდა გააკეთო წინასწარ, რომ მე მზად ვარ, იმიტომ რომ საბოლოოდ რაც დაგხვდება ბოლოში, მაგად ღირს. რომ ჯერ ხო არ იცი იქ რა დაგხვდება. ხო, რაც აუცილებლად დაგხვდება, ეს არის კრიზისები, იმიტომ რომ განვითარება ვერ იქნება კრიზისის გარეშე. ვინ განვითარებულა არ არსებობს. ადამიანის განვითარება სწორედ ეგ არის, რომ კრიზისი რაღაც პერიოდის მერე დგება კრიზისი და შენ განვითარდები მხოლოდ მაშინ, როცა ამ კრიზისს გადალახავ. თუ ამ კრიზისში ჩარჩი, მორჩა მან რეგრესი იწყება. ზუსტად. მაგრამ საინტერესოც რა არის? ხა შენ კი ამბობ ნახევარი საათი დამჭირდაო რომ მიმეგნო თუ რა მინდა. რამე ხო არ ისწავლე, შენ ხო არ გაქვს რაიმე ტექნიკა, რომელიც შეგიძლია გაუზიარო ჩვენს მაყურებელს, როგორ მივხვდეთ რა გვინდა, სინამდვილეში რა გვინდა. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ინტერნეტის სამყაროში. უამრავი ადამიანი თავს გვახვევს თავის ცხოვრების სტილს. თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, რა მაგარი სამსახური აქვთ, რა მაგარი ოჯახი, რა მაგარ სახლებში ცხოვრობენ და ასე შემდეგ და შენ რო უყურებ რაღაც მომენტში შენც გინდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხო დროებითია. აი როგორ გავფილტროთ და დავტოვოთ ის რაც ნამდვილად ვიცით რომ ჩვენ გვინდა. ზუსტად მაგას ეგ ცდუნებაც აქვს, როცა უყურებ. იქ კარგად ისვენებს, რაღაც მუშაობს, კარგი სამსახური აქვს, აღიარება აქვს, ურთიერთობა აქვს, შვილი ყავს. მეც მინდა ეს, მაგრამ აი ზუსტად იმ კუთხით გამოყენება, რომ ინსპირაცია მიიღო, არა დააკოპირო, იმიტომ რომ შეიძლება იქ ჩემი საერთოდ არ არის. და რაღაც დანაკლისი მოვძებნო, რა დანაკლისი მაქვს ჩემში, რაზეც მუშაობა არის საჭირო. სხვათა შორის, ეხლა ის ერთი სესია კი მოვყევი, მაგრამ ეს პროცესი არის, აი სახლის აშენებასავით. ფუნდამენტს უყრი, მე აშენებ და ის იმის მიხედვით როგორი ფუნდამენტი გაქვს, სახლი შეგიძლია აშენო ან ერთსართულიანი, ან ორსართულიანი, ან 9 ხო, დადგა. ამიტომ ის მომენტი იყო აი ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რამაც სიცხადე შემოიტანა ჩემთვის. მაგრამ აი როგორც გითხარი, ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, ვინც გირეკლავს რაღაც. სარკე არის შენი რესურსები, შენი ძალის მენტორებს ვეძახი ხოლმე ესეთ ადამიანებს და აი ბაღიდან რომ მოვყვე, ესეთი ადამიანები რაღაც მარგალიტები ვითმახსოვს. ერთ უნივერსიტეტში ერთ-ერთ საგანზე ჩვენმა ლექტორმა გაგვაკეთებინა ბიოგრაფიკა და იქ ეს ხელი მქონდა დახატული და ეს ხელი რა არისო და ის ადამიანები არიან მეთქი, ვინც მენტორების სახით ჩემს ცხოვრებაში შემოსულა. ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი, რომ გადავთვალე და რომ ვიაზრო, ძალიან დიდი მადლიერება მაქვს ესეთი ადამიანების მიმართ. აი სკოლის მასწავლებლები, მე უნივერსიტეტი და დღემდე გრძელდება და რას აკეთებენ ხოლმე ესეთი ადამიანი რომ შემოვა, ანუ შენში ხედავს და გირეკლავს იმას, რასაც შენ თვითონ ვერ ხედავ შენ თავში.
ანუ შენი თავის გაფართოებულ გამოცდილებას გაძლევს და ცოტა დისკომფორტიც გაქვს თითქოს რომ ესეთი მაგარი ვარ, არ ვარ თითქოს ეგეთი მაგარი და ხარ სინამდვილეში. და ამას რომ ჯერა შენს ძალა გეძლევა თითქოს რომ გადადგა ნაბიჯები და გონია რომ აი ამ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურება არის მათ შორის ის რომ ეხლა მეც ამ სფეროში ვარ და მე თვითონ უწევს ხებს მენტორობას, იმიტომ რომ ხანდახან მარტო რო გადიხარ ამ გზას არ არის მარტივი და ეს მენტორი არის თანამგზავრი, რომელიც ნაბიჯის გადადგმაში გეხმარება. ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება რომ გააკეთო, ერთი არის რომ ესეთი ადამიანი მოძებნო შენს ცხოვრებაში და თუ არის დაიჭირო და არცად გაუშვა. და მეორე არის დაიწყო დაფიქრება შენ სურვილებზე. კიდე გავაკეთოთ ეხლა ერთი რაღაც ვცადოთ. გავაკეთოთ სიამოვნებით. წარმოიდგინე ეხლა, აი ამ მომენტში, რაც ყველაზე ძალიან გინდა და დაწერე. უბრალოდ შენთვის მოინიშნე. ახლა რა მინდა? ახლა რა გინდა და თან ჩვენი მსმენელით შემოგვიერთდება. აი ეხლა რაც გინდა ყველაზე მეტად. არ შეზღუდო შენი თავი, შეიძლება იყოს კარიერაში, ფინანსებში, ურთიერთობებში. გაზიარებას არ გთხოვ, თუ მოგინდება შენ თვითონ. მე არ მიყვარს გაზიარება. უბრალოდ შენთვის მოინიშნე, ეხლა ყველაზე მეტად რა გინდა. წარმოიდგინე რომ ეს სურვილი შესრულდა. მე რა გინდა? ესე იგი ეს მაქვს? ეს უკვე გაქვს. მე რა გინდა? ახლა რა მინდა? აი, დაწერე. ეგ სურვილი შესრულდა. მაგის მე რა გინდა? დავწერე. მესამე სურვილიც გვაქვს? კი. ესეც შესრულდა, მე რა გინდა? დაფიქრდი? ესეც შესრულდა? ახლა რა მინდა? დავწერე. და წარმოიდგინე რომ ეგ სურვილი შესრულდა. მაგის მე რა გინდა? კიდე? მე ცოტა ძალიან მასშტაბურებს ვწერ და თითქოს ამაზე მასშტაბური რაღა უნდა იყოს. დაფიქრდი. აი. ესეც შესრულდა, ხა რა მინდა? აი მე რა საინტერესო რაღაც დავწერე არც ველოდი. მე მითხარი. ვაიმე. კაი. კიდე თუ გაქვს იმპულსი, შეგიძლია კიდე ერთი დაწერო. თუ არა და მან შეგვიძლია მანდაც შეიძლება რომ გავჩერდეთ. ეს რაღაც ძალიან ძლიერი იყო. ეხლა დააკვირდი. პირველ და ბოლო სურვილს. რა სხვა უხედავ? მე არა იდენტურია თითქმის, ოღონდ ამ დროს ძალიან განსხვავებული. მე რა უცნაურია. გავს ერთმანეთს? ნუ გავს კი. ნუ თან გავს და თან ძალიან არ გავს. ოკეი. შენ იცი მაგაში რასაც გულისხმობ? ხო, მე ვიცი, მხოლოდ ახლა ცოტა ისეთია შეიძლება მსმენელისთვისაც გაუგებარი, მაგრამ მოულოდნელი იყო ჩემთვის. ეხლა შემოგთავაზებ ერთ პერსპექტივას და ნახე რამდენად მართალი არის შენთვის. ბოლოს რაც დაწერე. ხო. ეგ არის ნამდვილად რაც გინდა. პირველ რიგში რაც მოდის ხოლმე ეს არის უფრო ჩვენი ეგოდან, სოციუმიდან, უფრო რა უნდა გავაკეთოები შეიძლება იყოს. იმიტომ როგორც წესი პირველ რიგში გვინდა ხოლმე უსაფრთხოება, გვინდა სიყვარული, გვინდა აღიარება და ჩვენ სურვილებსაც ეს აძლევს ფორმას. და როცა ეს ყველაფერი გავიარეთ, მერე მოდის უკვე რეალურად მე რაც მინდა. საინტერესო. და მათ შორის აი ის იმპულსები რაც მოგდის ხოლმე, ხო? ამით შეიძლება რომ გაფილტრო. ზედა სურვილების არაფერი ცუდი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ეგოც გვაქვს, ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ და ძალიან ნორმალური არის მინდოდეს უსაფრთხოება, ფინანსური კეთილდღეობა და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ვაუფასურებთ ხოლმე რატომღაც ამას, ვინც განვითარებაზე არის ორიენტირებული, თითქოს ეს მნიშვნელოვანი აღარ ხდება. ეს არის ბაზისი. და ეს ბაზისი არის, ეს თუ არ გაქვს, ყოველთვის ჩამოგაგდებ შენი განვითარება ქვემოთ და ძალიან წარეთ როგორც წესი. ხო და მიეცი კეისარს კეისრის ამ ფრაზას ვიყენებ ხოლმე. უბრალოდ ხშირად ბარემ დავამატებ, რომ ხშირად ეს მართლა ბაზისი, ანუ არაფერი ზედმეტი აქ არ არის საჭირო. ხშირად გვგონია, რომ აქ არის საჭირო რაღაცა მილიონების შოვნა და ასე შემდეგ, რომ დავეკმაყოფილოთ ეს ბაზისური, ეს მასლოუს პირამიდის შოვნაც კი თუ გინდა ხო, შესაძლებელია შენთვის. შენი ხა ის არის ეს მართლა მოწოდება და ასე შემდეგ ეს რაღაც ბიზნესმენის ის რაღაც მოწოდება და მაგა
პროფესიაში ხარ დაბადებული ამ პროფესიით და ამ მოწოდებით გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ ხშირად ადამიანებს აი ამ პირველი საფეხურის რაც არის მასლოუს პირამიდის პირველი ეს სასიცოცხლო მოთხოვნილებები ფიზიოლოგიური და კვება, ჭერი თავზე და ასე შემდეგ. გონიათ რომ ამისთვის საჭიროა ფუფუნება და ამ დროს ფუფუნება არ არის საჭირო. აი მაგიტო ძალიან კარგი რაღაც თქვი. როცა მინდა ბევრი ფული, თავარი კითხვა არის, ჯერ ერთი რამდენი მინდა ეს ბევრი ფული რამდენია და მეორე არის რისთვის მინდა. ამის გააზრება. ფული არის კარგი საშუალება დაიკმაყოფილო უსაფრთხოება, მიკუთვნებულობა, გარკვეულ ჯგუფს ეკუთვნოდე ხო, ამის შესაძლებლობას გაძლევს. ფული შეიძლება იყოს კარგი აღიარების საშუალება და მერე რა ხდება. ხო, ანუ იგივენაირად რესურსი არის, რომელიც რეალიზაციაში გეხმარება ძალიან ბევრი რაღაცის. ჩემი მიზანი თუ არის მხოლოდ ფინანსური, ეს არ გვამოტივირებს როგორც წესი. თუ რაღაც დანაკლისი არ არის, ხო? ეხლა თუ ნახე როგორი დანაკლისიდან შეიძლება მინდოდეს მინდა დავიკმაყოფილო უსაფრთხოება, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, გავიზარდე ისეთ გარემოში, სადაც არ მქონდა ელემენტარული საჭიროებები, ხო, სახლი არ მქონდა, საჭმელი მიჭირდა და ასე შემდეგ და ჩემი გადარჩენის მექანიზმი შეიძლება იყოს, რომ ეს რო არასდროს არ დამემართოს, ფული უნდა მქონდეს ამისთვის. მეორე გადაწყვიტავს, რომ პირიქით ორი რაღაც ხდება რა, ესეც ძალიან საინტერესო არის, გაჭირვებაში გაზრდილი ერთი ადამიანი შეიძლება ძალიან მდიდარი გახდეს და მეორე პირიქით იგივე სცენარი გაიმეოროს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ადაპტირდნენ იმ სიტუაციაში, ხო? ანუ დანაკლის ამას გულისხმობ. როცა დავაგროვე ეს ფინანსური კეთილდღეობა, კი მაქვს სახლიც, შემოსავალიც, მაგრამ მაინც არ მაქვს შინაგანი სტაბილურობის განცდა, იმიტომ რომ შინაგანი სტაბილურობა და სიმშვიდე ფულს არასდროს არ მოაქვს. ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უნდა მქონდეს. ამიტომ რისთვის მინდა ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უფრო მაძლევს მერე ძალას, რომ გავაკეთო და რესურსია შეგიძლია რომ შექმნა. თუ იმპულსი გაგიჩნდა, რომ რაღაცა კონკრეტული ციფრი ჩათვალე, რომ ეგ შესაძლებლობა აუცილებლად გაქვს. ხო, ეს მერე კიდე ცალკე ამ რაღაც ზოგადი სურვილების ალბათ ჩაშლა შეიძლება იყოს, რომ აი კონკრეტულად რა გინდა და ასე. ეგ ძალიან საინტერესო. ესე იგი, მოკლედ შეჯამება რომ გავაკეთოთ, უნდა ჩამოვწეროთ ჩვენი სურვილები, ეს უნდა მოხდეს. ახლა მე ვეცადე, რომ პირველი იმპულსურად რაც მომივიდო და პირველი ფიქრი რაც გამიალებ და ის დამეწერა. და ზედმეტი რაციონალიზაცია და რაღაცა მსჯელობა არ არის საჭირო, ხო? როგორც მე მივხვდი და ესე იგი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ნუ მეხუთე არის რეალურად ის რაც ბოლოს იწყებს ამ მოსვლას რეალურად რაც მინდა. ზოგადად დაწერა. ჩვენ ძალიან ხშირად არ ვაძლევთ სურვილების ფოკუს არ ვაკეთებთ სურვილებზე. აი უბრალოდ წერა რა მინდა. აი ამის გახსენება, იმიტომ რომ უფრო მეტად ვიცით რა არ გვინდა. და ეს იმიტომ კი არ არის რომ ეგეთი ცუდად ყოფნა მოგწონს ადამიანებს. არა, გადარჩენის მექანიზმი არის, ანუ საფრთხეებს უფრო მეტად ვაიდენტიფიცირებთ, იმიტომ რომ უნდა გადარჩე და შემოქმედებითობა არის ის, რაც უნდა გაიხსენო და ასწავლო შენ თავს. ამიტომ რა მინდაზე ფოკუსირება განახებს ნელ-ნელა რეალურად რა გინდა და როცა იცი რეალურად რა გინდა, ძალაც გაქვს, რომ დაიწყო რაღაცების შექმნა. დღეს სამწუხაროდ როგორი რაღაც ხდება, იცი რომ კი არ გადავრჩები, ანუ უბრალოდ ჩვენ ცხოვრების შემოქმედებას კი არ ვაკეთებთ დიზაინს, არქიტექტურას, არამედ გადავრჩებით. და რომ გადავრჩები, შესაბამისად ვცხოვრობ და თუ დავკავდები ამ ყველაფრით, ხო, ანუ შევქმნი ჯერ როგორი ცხოვრება მინდა და მერე დავიწყებ მოქმედებას. მერე აღმოაჩენ, რომ ის ცხოვრება რეალური ხდება, რაც შექმენი, მაგრამ ჯერ რომ არც დამიშვია, წარმოიდგინე ფიქრის დონეზე რო არ მაქვს დაშვებული რა მინდა. რანაირად მოხდება ის ყველაფერი? ოქროს თევზი რო დაიჭირო, სურვილი რა გაუთხრა? ხოვნა უთხრა და არ გაქვს ეს შენი სურვილი. გეთანხმები აბსოლუტურად, აი ფიქრის დონემდე მაინც რა უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგ სრული სასრულებაზე ხო ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად, რა ქვეყანაში ცხოვრობ, რა სოციუმში ცხოვრობ, განათლების და განვითარების როგორი დონეა, ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ჩვენ ხა რაღაცა გვინდა, ჩვენ არ ვართ როგორც კუნძულზე ერთი ადამიანი, რომ დავიკმაყოფილოთ, ხო, ეს სურვილები. დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე, დამოკიდებული ვართ სამბერო სისტემაზე, საზოგადოებაზე და ასე შემდეგ და ბევრი რაღაც გვაბრკოლებს მით უმეტეს მოგეხსენება ჩვენ ქვეყანაში და აი ფიქრი ძალიან ბევრი ფიქრსაც კი ვერ ბედავს და მე ვფიქრობ რომ ფიქრი არის პირველი სტიმული რომ აი რაღაცა შეიცვალოს
ნუ ეს ცოტა შორი პერსპექტივა და ცალკე თემაა, ამიტომ რეალურად ამაზე ფიქრი არის ის, რაზეც შენ გავლენა გაქვს. აი ეს უნდა გავიაზროთ უბრალოდ, იმიტომ რომ ყოველთვის როცა გამოხვედი გარემოზე, იქ მესმის, რომ სხვა ქვეყანაში სხვანაირი შესაძლებლობებია, სხვანაირ ოჯახში, სხვანაირ ქვეყანაში, მაგრამ აქაც ერთი მაგრამ შემოდის. ანუ სულიერი პერსპექტივით რო უყურებ, შენ ეს გამოცდილება გინდოდა, გჭირდებოდა და არჩეული გაქვს. ამიტომ ეხლა დაგავიწყდა, რომ ეს ყველაფერი შენ თვითონ აირჩიე და როლში ისე შეხვედი ამ შენი პიროვნების, რომ აი ფილმს რო უყურებ და თავარი პერსონაჟს რო რაღაცა იმართება ხოლმე, რომ მოკვდება და როგორია მსახიობი დაიღუპა და რომ ტირი ვარ და რომ განვიცდით, აი ესეთი რაღაცა გვემართება. ანუ შენ ხო ფიზიკური არსება არ ხარ, შენ ხარ სულიერი არსება, რომელიც ფიზიკურ გამოცდილებას იღებს. და ეხლა რაც სირთულედ გეჩვენება და რაზეც გადაგაქვს ფოკუსი, სინამდვილეში ეს არის რისი გავლაც გჭირდებოდა. ამიტომ ყურადღებას რო ამახვილებ, რაზე იცი, რომ აი ფიქრიც საიდან იწყება, მე როგორი მდგომარეობა მინდა. როგორი შინაგანი მდგომარეობა მინდა. სიმშვიდე მინდა, სიყვარული მინდა, სისავსე მინდა. ეს არის ამაზეა მაქვს გავლენა. აქედან იწყებს მე ფიქრები გენერირებას, აქედან მოდის მე სხვანაირი ქცევა და ქმედება და აქედან მეძლევა სხვანაირი შედეგები. და ჩვენ როგორ ვართ, იცი, პირიქით გვინდა, ჯერ შედეგი მინდა შეიცვალოს, რომ მე ჩემი ფიქრი შეიცვალოს, მე ჩემი შინაგანი მდგომარეობა და ეგრე არ მუშაობს. ჯერ ჩემი შინაგანი თუ სიმშვიდე მინდა, თუ ბევრი ფული მინდა პირობითად იმისთვის, რომ შვიდად ვიყო, ჯერ მშვიდად უნდა იყო, მე სხვანაირი ფიქრები მოგდის, მე სხვანაირად მოქმედებ, მე მოდის შენთან ფინანსები და პირიქით ტრიალებს ეს წრე. უბრალოდ ეს წრე მოითხოვს რას, იცი, რომ შიგნით უნდა შეხვიდე საკუთარ თავში და ეს რთული პროცესია, არასასიამოვნო პროცესია და თან ტვინის უგარეთ გაგდებს, რომ აი გარეთ უფრო კარგად ჩანს. კონდეს და მე ის ამბავი რო არის, მოხუცი კაცი ეძებს მონეტებს გარეთ. და ახალგაზრდები ჩამოივლიან, ბაბუო, რაში დაგიხმარო თუ რაღაცა დაკარგეთო ეთყობავთ, მონეტებს ვეძებო. და კარგი მოგიხმარებითო და ეძებენ მონეტებს ერთად. გავიდა ერთი საათი ვერ იპოვეს და მე ერთი ეკითხება, რომ დარწმუნებული ხარ თუ აქ დაკარგეთო. არაო, სახლში დავკარგეო. და გაბრაზდა ეს. აბაო, დაგვრცინიო, კაცო, ერთი საათიო ვეძებთო და სახლში თუ დაკარგეო, აქო რანაირად ნახავო და მე მეორეს გაიღიმა და უთხრა, ბაბუო, აქ კი არ უნდა მოძებნოთო. სახლში უნდა შეიტანოთ სინათლე და იქ უნდა მოძებნოთ, იმიტომ რომ რაც სახლშია, გარეთ იმას ვერასდროს ვერ ნახავთ. ეს გამოვიდა გარეთ მოსაძებნად, იმიტომ რომ განათებული იყო ქუჩა ლამპიონებით და სინათლეში გადაწყვიტა მოძებნა. დაახლოებით ეგეთი რაღაც ხდება ჩვენთან, ზედაპირი ჩანს, უფრო გარემო, მაგრამ სინამდვილეში შენს ირგვლივ რაც ხდება, შენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. აი ამას როგორც კი იაზრებს ადამიანი და შევა, ანუ გააცნობიერებს და გაცნობიერების პროცესი იწყებს, რომ ეხლა რა ხდება ჩემში ესეთი, რომ ესეთ რეალობაში მომყოფებს, რა შემიძლია შევცვალო, რეალურად იწყება ცვლილებები მის ცხოვრებაში. ახლა აუცილებლად მინდა მოვასწროთ საუბარი, რა როლი იქონია შენმა ოჯახმა, შენს განვითარებაში და ზოგადად ფსიქოთერაპია, მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ, რამდენად დაგეხმარა პირადი ურთიერთობების განვითარებაში და დაალაგებაში. ერთ-ერთ სემინარზე მონაწილე მეკითხება შესვენებას, რომ დავიჯერო, შენო ეგეთი მაგარი ხარო, რომ ყველაფერსო ისე აკეთებ, ხშორიდანო ეგრე ჩანხარო და არა მეთქი ჩემ მეუღლესთან მიჭირს ყველაზე მეტად თქო. ანუ ურთიერთობები არის ის ნაწილი, სადაც ხარ ყველაზე მოწყვლადი და ჩვენი ყველა დანაკლისია სისუსტე იქ იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ არის რომ ურთიერთობებში თუ ალაგებ რაღაცების დალაგებას ახერხებ, ცხოვრებაშიც ალაგებ. ურთიერთობა შვილს გულისხმობ, მეუღლეს, მშობლებსაც მათ შორის, ხო, ეს უახლოესი გარემოცვა, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს აი მაგ კუთხით, ხო, ანუ სადაც სუსტი გაქვს, იქ შეუძლია ადვილად რომ დაგიტრიგეროს, მაგრამ შესაძლებლობა არის რომ დაინახო, რომ ეხლა რა ხდება ჩემში. აი თუ ამ კუთხით უყურებ და
გეხმარება, გააღრმავა ურთიერთობა. ხა მე შორს ვარ იმ იდეისგან და სხვათა შორის არ მიყვარს ხოლმე ჩემს პირად ცხოვრებაზე ესე საუბარი და როგორც წესი არსად არ ვსაუბრობ მაგაზე, მარტივი მიზეზის გამო, რაც ჩემთვის მართალია, ვიღაცისთვის სხვანაირად არის და თან როგორც წესი ისე ჩვენ გვახასიათებს ხოლმე გაიდეალურება რაღაცეების და გარედან რაც ჩანს ორ ადამიანს შორის რაც არის ის ყოველთვის განსხვავებული არის. უბრალოდ მე რაც თავარი რაც მომცა და რაც ვისწავლე, ურთიერთობა არის ძალიან დიდი სივრცე ზრდისთვის და განვითარებისთვის, როცა ორივე პარტნიორი არის ამისთვის მზად. აი წყალს უსხავთ თითქოს ერთმანეთს, რომ წინ წახვიდე, გაიზარდო, ამ პროცესში ძალიან ბევრი კრიზისი, ტკივილი ამოდის და თუ საუბრობ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ საუბრობ, ღიაობა გაქვს, მერე უკვე ერთი ფენით ღრმა ხდება ურთიერთობა, მერე კიდე უფრო ღრმად ჩადიხარ და ეს არის რაღაცა სასიამოვნო პროცესი, რომელიც გავსებს. და მთავარი რაც არის ურთიერთობაში, რაც მე ვისწავლე, ესე მგონია, იმიტომ რომ ეხლა რო ვადარებ საწყის ეტაპზე ჩემს თავს და ეხლა როგორ ვარ ურთიერთობაში, აი იმ გვანცას ძალიან მეცინება ისეთ რაღაცები გამიკეთებია, რომ ბავშვური, აი ხშირად ბავშვურები ვართ ხოლმე ძალიან ურთიერთობაში და ვერ ვწხვდებით, იმიტომ რომ ის დანაკლისები რაღაცები პარტნიორთან იწყებს გაცოცხლებას, იმას თხოვ, იმ რაღაცას, რისი დაკმაყოფილებაც მე არ ვიცი ჯერ და მე ის ვერ იგებს, იმას თავისი უცოცხლდება და არის მე ერთი ამბავი. და როდესაც ხარ განვითარებაზე ზრდაზე ორიენტირებული ადამიანი, შეგიძლია შენი თავი აავსო. პარტნიორობა არის სავსე ადამიანების ურთიერთგაცვლა. ანუ მე იმდენად სავსე ვარ, რომ შემიძლია გავზიარდე. და თუ შენ გთხოვ რაღაცას, ეს კარგი საშუალებაა ჩავიხედო ეხლა მე თვითონ რა მაკლია. იმიტომ რომ არ არის პარტნიორობა, აბა ეხლა შენ რაღაცა უნდა გამიკეთო, მე რაღაცა უნდა გავაკეთო. არა, უბრალოდ ერთად ყოფნა მოგწონს, გვსიამოვნებს, ვავსებთ ერთმანეთს, რაღაცა ერთისკენ მივდივართ და ვავითარებთ. აი ესე ვხედავ. და ეს პროცესი რა თქმა უნდა დამეხმარა, იმიტომ რომ როგორც გითხარი, პარტნიორობა არის ყველაზე დიდი ტრენაჟორი, ალბათ, რასაც გადიხარ, ყველაზე დიდი გამოცდები, რასაც აბარებ, ან ვერ აბარებ და ეგეც გაკვეთილი არის და სწავლობ. ამიტომ ხო, რაღაცა ისე მივყვები მაგ სფეროსაც. ანუ რამდენი ხანია რაც დაოჯახებული ხარ, რამდენი წელია? ჩვენ ერთად ვართ 20 გითვლია. არც დამითვლია, იმიტომ რომ არც მახსოვს ჩემი თავი ამ ურთიერთობის გარეშე. პატარები ვიყავით ერთად რო დავიწყეთ 20 წლიდან 15 წელზე მეტია პრინციპში რა. 15 წელზე აი მეტია. 15 წელზე, ესე იგი დიდ ხნიან ურთიერთობას რამდენადაც ძალიან ესეთი ტკბილი ნაყოფი შეიძლება გამოიღოს და რა თქმა უნდა ურთიერთობა და სიყვარული ხო დროსთან ერთად კიდევ უფრო ტკბილია. მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი გამოწვევები აქვს, ხო? ამდენ ხნიან, ამდენ წლიან ურთიერთობას და ჩვენ როცა ვსაუბრობდით პოდკასტის ჩაწერამდე, შენ ძალიან კარგი რაღაც ახსენე, რაც ვფიქრობ ბევრ ქალს დააინტერესებს და ბევრი ქალი დაინახავს საკუთარ თავს. შენ ახსენე ესეთი რაღაც, სხვა თემაზე ვსაუბრობდით, უბრალოდ შენ ესე თქვი, რომ არა, ამდენი წლის განმავლობაშიო, მე რა თქმა უნდა სხვა ბიჭისგან თვალი გამქცევიაო. ჯერ ერთი ძალიან დიდი მადლობა რომ ამაზე დამთავრდი რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი მომენტია შენი ქმარი თუ ისმენს ამას, ამის მოსმენა ადვილი არ იქნება მისთვის, მაგრამ ბევრ ქალს ექნებოდა ალბათ, მე არ მყავს ქმარი, არ მქონია ეს გამოცდილება, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს, ბევრის გამსმენია, რომ აი ესეთი რაღაც დაემართათ, მე აქვთ ჭიდილები, ძალიან ბევრი პრობლემები, ხა ეს რატო ხდება, ცალკე სასაუბრო თემა, მაგრამ აი როცა ხდება ასეთი რამ. აი შენ როგორ გადალახე და შენ როგორ მიუდექი აი ამ გამოწვევას? პირველ რიგში, ნახე, როცა ურთიერთობაში ხარ და ჯანსაღი ადამიანი ხარ, ის რომ სხვა ადამიანი მოგეწონოს, ამაში ცუდი არაფერი არ არის და ესეთი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია არასდროს და თან ამ თემებზე მე ჩემ მეუღლესთან ვსაუბრობ, ანუ მასაც მოწონს ვიღაც, მე შეიძლება მომეწონოს, უბრალოდ ეს იმის იქით არ წასულა არასდროს და აქ არის ერთი საინტერესო რაღაც, ნახე და მეც ახლა ძალიან ბევრ ქალთან მიწევს მუშაობა და ხშირად არის ხოლმე რომ ქალები რას აკეთებენ, იცი რომ საკუთარ თავს თრგუნავენ, ან როგორც კი რაღაც იმპულსი, ფიქრიც კი გაუჩნდა, ამის უფლებას არ აძლევს თავის თავს. და მთელი პრობლემა წინააღმდეგობა აქ იწყება ზუსტად, რომ ჩემს თავში რაღაცა არ დაუშვი. როგორც კი დაუშვი, დაინახე, მიიღე და მე არჩევანი გააკეთე,
ეს არის ეტაპი, რომელიც უბრალოდ გაიარე და ესეთი რაღაც ხდება. ყოველ შემთხვევაში მე ესე უყურებ ურთიერთობებს, რომ სიღრმისეულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საფეხურზე გვაქვს ჩვენ კავშირი, ხო, ერთმანეთთან. არის ფიზიკური, არის ემოციური და არის სულიერი. და როცა ხარ პარტნიორულ ურთიერთობაში და ეს სიღრმისეული კავშირი არის შენს პარტნიორთან, რეალურად სიღრმისეული კავშირი არის და იქ ვიღაც გამოჩნდა, რომელიც გესიმპათიურა, არის შესაძლებლობა დააკვირდე, რას გეუბნება ეს იმპულსი, რა გაკლია, ან საკუთარ თავში, ან ურთიერთობაში. როგორც წესი რაღაც დანაკლისი არის. როგორც კი აღმოაჩინე ეს დანაკლისი, ხო, საკუთარ თავში. არ ვიცი, მაგალითად შეიძლება მოგეწონოს ის ძალიან დიდი ყურადღება, რასაც იღებ და გაკლია ეს ყურადღება, ან გჭირდება ყურადღება. რატომ ჭირდება ყურადღება? იმიტომ რომ სადღაც აღიარების დანაკლისი მაქვს, ან სადღაც შეიძლება იყოს, რომ არასაკმარისი მგონია ჩემი თავი და ეს გარედან ამის ვალიდაცია მჭირდება და როცა ამას დიდი დოზით ვიღებ, ეს მაცდუნებს, ესე მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ როცა შენ თავში მოძებნე, შეავსე, რაც შესავსებია, ის შენზე ძალას კარგავს. აღარ არის, შეიძლება გესიამოვნოს, მაგრამ აღარ ანიჭებ ამას იმ ხელა მნიშვნელობას, რომ საცდური აღარ არის, ხო? ან შეიძლება დანაკლისი არის ურთიერთობაში. აღმოაჩინე, რომ ვიცი რა, შენი მეუღლე შენთან მიმართებაში აღარ არის ისეთი ყურადღებიანი, ან რაღაც სიახლე აღარ არის ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ამის მოგვარების საუკეთესო საშუალება არის საუბარი. მაგრამ თუ პარტნიორულ ურთიერთობებში არის ტაბუ, რაღაცები არ მოსულა და არ შეიძლება პარტნიორებმა ჩაკეტეს, დაიტოვეს თავისთან და არ გააზიარეს, მერე გადავდივართ ხოლმე იმაში, რაშიც გადავდივართ, რაღაცა ღალატის ფორმას იძენს, რაღაცა იმედგაცრუების, რაღაცა აგრესიაში გადადის მერე, იმიტომ რომ ვერ ხვდები რატო ვარ უკმაყოფილო, ან რატო ვჩხუბობ, ან რატო ვყვირი, ხო? დანაკლისია მოკლედ რაღაცის, რომელიც არ დავინახე, არ ვაღიარე. მერე მნიშვნელობა მივანიჭე ძალიან დიდ და რეალურად არაფერს არ ნიშნავს ამ დროს. მესამე ვარიანტიც არის, რა თქმა უნდა, შეიძლება აღმოაჩინო, რომ შეიძლება მართლაც ნიშნავს რაღაცას და ეგეც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ესეც ხდება, რომ იცვლები აი ადრეულ ოჯახები, როცა იქნება, ჩვენ ოჯახი ადრე არ შეგვიქმნია. ხო, აი 5 წლის ბავშვი გვყავს, 6 წელია, ერთად ვართ, ხო, ერთად ვცხოვრობთ და მაქედან გამომდინარე ცნობიერად გადავწყვიტეთ ორივემ ერთად ყოფნა. როცა ადრე იქნება ოჯახები, მან ცოტა მეტია ხოლმე, ერთი გაიზრდება და აღმოაჩენს, რომ საერთოდ უცნობ ადამიანთან ცხოვრობს და მე ბუნებრივად შეიძლება რომ ვიღაც გამოჩნდეს ცხოვრებაში და აქაც საუბრით გვარდება ყოველთვის ყველაფერი. ხო და აი ახლა საუბარი ნახე, როგორ უნდა გააჟღეროს ქალმა თავისი მოთხოვნილებები, რაც არ უკმაყოფილდება. ისე რომ არ კონდეს დანაშაულის განცდა, ან იმის შიში, რომ ამ საუბრის მერე შეიძლება ეს კაცი დაკარგოს. პირველ რიგში უნდა იცოდე რა გინდა. და ამ რა გინდადან, რაზე ხარ შენ თვითონ პასუხისმგებელი. და რა არის შენი დანაკლისიდან. იმიტომ რომ მე თუ შიგნით რაღაც მაკლია, ვერავინ ვერ დამიკმაყოფილებ ამას გარედან. და როგორი რაღაცა არის, აი ჭიქა რო წარმოიდგინე, რომელშიც წყალი ასხია და აი გახრეტილი არის ეს ჭიქა და წყალი გამოედინება აქედან. რაც არ უნდა ჩაასხა გარედან, ის ჭიქა მაინც დაკარგავს, ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ ამ ჭიქის გამთელება არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ავივსო ამ სიყვარულით თუ რისი დანაკლისიც არის. მე გარედან აღარ ვითხოვო. და როცა ეს ავსებული არის, მე შემიძლია უკვე ურთიერთობაზე გადავიდე, ან ურთიერთობით ნაწილში კომუნიკაციაზე, რაც ორივეს საერთო შეიძლება იყოს და ეს გავაზიარო, რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია პირობითად. ანუ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, საკუთარ დანაკლისებზე და როგორც წესი პარტნიორებს ხშირად ვთხოვთ ხოლმე იმას, რაც ჩვენ გვაკლია და უფრო მარტივია. ახლა შენ მომწე, ვიდრე მე თვითონ მივხედო ჩემ თავს. აი ნამდვილად მაგის მოთხოვნა უფრო ადვილია, იმიტომ რომ შენ თავისგან იხსნი პასუხისმგებლობას და იმას აკისრებ. და რეალურად ხე შენ რაც ახსენე.
დაახსენი. ეს არის ის, რომ მე მისგან ვითხოვე იმას, რაც რეალურად მე შემიძლია მივცე ჩემ თავს, ხო? და მე შევუსო ჩემ თავს. და აი, როდესაც მე დავრწმუნდები, მე რა თქმა უნდა გავიაზრებ, ქალებს ხშირად ახასიათებთ ის, რომ ჯერ თავის თავთან არ არკვევენ, პირდაპირ მიადგებიან თავის მეუღლეს და აი შენ ხარ დამნაშავე და ასე შემდეგ. ჯერ, ანუ ესეთი ეტაპები უნდა გავიაროთ, ჯერ ჩვენ თავში გადავხარშოთ, ვიფიქროთ, მოვიძიოთ პასუხები და აი ვთქვათ, თუ მივხვდი, რომ მე ყველაფერი მაქვს, რაც შემიძლია მივცე ჩემ თავს, მაგრამ მაინც მაკლია ჩემი პარტნიორისგან რაღაც, აი ეს ნაბიჯი როგორ გადავდგა, რომ არ მქონდეს შიში, რომ მე შეიძლება ვაწყენინო ჩემ პარტნიორს, ან შეიძლება საერთოდ დამშორდეს და უფრო უკან გადადგას ნაბიჯი და უფრო გაცივდეს და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რაზე თუ საუბრობთ, რეალურად ეს შეიძლება იყოს ძალიან რთული თემა, ხო? მე მაგალითად თუ მაქვს ტრამვული გამოცდილება, ამის დამოუკიდებლად მოგვარება შეიძლება გამიჭირდეს, იმიტომ რომ ჭრილობა მაქვს, რომელსაც მოშუშება ჭირდება. და ამ ჭრილობით ეხლა საკუთარ თავში შევიდე, შეიძლება ისე ეფექტურად არ გამომივიდეს. იდეალურ შემთხვევაში თუ აი ისეთი მნიშვნელოვანი დანაკლისი არ არის ან ძალიან ძლიერი ტრამვული გამოცდილება, შეიძლება ეს გავაკეთო, რომ ეხლა რას ვთხოვ ამ ადამიანს, რა მაკლია ჩემში და როგორ შეიძლება მივცე ეს რაღაცა ჩემს თავს. მაგრამ ხშირად უფრო გჭირდება ხოლმე დახმარება, იმიტომ რომ ჰიგიენასავით არის, სამწუხაროდ ესეც რაღაცა სტერეოტიპული არის, რომელიც დღეს იცვლება და რაც ძალიან კარგი არის, ფსიქოლოგთან კონსულტაცია, საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც დილით გაიღვიძე და პირი დაიბანე, ამაზე ხო არ ვკამათობთ, რომ ჰიგიენა და გჭირდება. იგივენაირად ჭირდება ფსიქიკასაც მოვლა. იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი გამოცდილება, რომლის მიმართ ცნობიერიც არ ვართ, იმიტომ რომ ძირითადად 6 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი და გავლენას ახდენს. შენი მშობლები ერთმანეთს როგორ ელაპარაკებოდნენ, შენ როგორ გელაპარაკებოდნენ, აუცილებელი არ არის ძალადობა და აგრესია ყოფილიყო რა. ესეც არის ხოლმე, რომ იცი რა, არავის არ უცემი ვარ და ყველაფერი კარგად იყო, არანაირი კონფლიქტები არ ყოფილა ჩემ ოჯახში. სიყვარული რო არ იყო, ესეც პრობლემა არის. ანუ მე რო ბავშვობიდან არ მაქვს მკვეთრი მოგონებები, ხშირად ვთქვამთ, რომ იცი რა, არაფერი არ მახსოვს ბავშვობიდან. შეიძლება იმას ამბობდეს, რომ არც არაფერი დასამახსოვრებელი არ მქონია და ესეც გავლენას ახდენს ჩემზე, იმიტომ რომ ისეთი სიყვარული, ისეთი ემოციური გამოცდილებებიც არ არის. მე რა რომ უარყოფითი არ არის. შესაბამისად, ეს რაღაც მექანიზმს აფორმირებს, რომლითაც მე გამოვდივარ სასიყვარულო ურთიერთობაში. და აქედან გამომდინარე, ვქმნი რაღაცებს აღარ მომწონს, მაშინ მე მსახურებოდა შეიძლება პატარა ბავშვი რო ვიყავი და ვადაპტირდი იმ გარემოსთან, მაგრამ ეხლა აღარ მემსახურება, აი ძალიან ცნობილი მაგალითი რომ მოვიყვანო და უფრო გასაგები რო იყოს, ერთ-ერთი ისეთი кейსია რა, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გაშორდა, თავის მეუღლეს და შვილი ყავს. პატარა გოგონა და თან დამოუკიდებლად მუშაობს, იმიტომ რომ ოჯახი უნდა არჩინოს, რადგან სხვა არავინ არ არის. და სახლში როცა ბრუნდება, ყურადღებას ვერ უთმობს თავის შვილს, იმიტომ რომ დაღრილია და აღარ აქვს ახლა ეთამაშოს მოეფეროს. და პატარა მოიფიქრა ესეთი რაღაც, რომ დედა სახლში რომ მოვა და სახლი რომ დაალაგებული ხდება, მე რეუბნება რომ როგორი კარგი გოგო ხარ, აი როგორ მეხმარები და მე ცოტა დროს უთმობს, მაგრამ სახლი აღარ აქვს დასალაგებელი. ანუ ფორმულა შეიკრა, რომ სუფთა სახლი უდრის სიყვარულის მიღებას. გაიზარდა, გათხოვდა, ეხლა ეს გოგონა ყავს მეუღლე. უნდა მისგან ყურადღება და სიყვარული. იწყებს სახლის დაალაგებას. მეუღლე რას აკეთებს ამ დროს, როცა სახლს ალაგებს? ჩართავს ტელევიზორს, უყურებს, ანუ მისთვის ეს არის ენა, როგორ მიიღოს სიყვარული. მისთვის ეს ნიშნავს, რომ არცალია ეხლა და მე ჩემს საქმეს მივხვდა, მან შეიძლება ნებისმიერ ოღონდ ეს მან არ იცის, ეს გაუაზრებელია სულ. ბრმაზონა არის, ის ბრაზდება ამ დროს, იმიტომ რომ მისი მოთხოვნილება არ არის დაკმაყოფილებული. არ იცის არც ეს როგორ გამოხატოს, იკავებს, კიდევ უფრო მეტად ინტენსიურად იწყებს შეიძლება დაალაგებას, დასუფთავებას. მერე მეორე დილა რო გათენდება, ყავის მოდუღებას რო თხოვს მეუღლეს, დაუგდებს, ყავას ის ვერ ხვდება, ეს რაზეა გაბრაზებული. ან კონფლიქტი იწყება, შეიძლება იჩხუბონ კიდევაც ამის გამო, ვერ ხვდება ვერც ერთი რაშია საქმე, იმასაც რაღაცა თავისი ისტორია დაუტრიგერდება, მერე როგორც წესი ეს რას ნიშნავს, როცა არ გელაპარაკებიან და ისე გთხოვენ, შეიძლება რაღაცას და სინამდვილეში
არის საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებასაც ვცდილობ სტრატეგიით, რომელიც ახლა უკვე აღარ მუშაობს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამის გაცნობიერებას ხშირად ჭირდება მუშაობა. თუ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი ხარ, კითხულობ სემინარებზე დადიხარ, ბევრი რაღაც შეიძლება რომ გააცნობიერო, მაგრამ არის ბევრი ესეთი თემები, რაც გავლენას ახდენს, შეიძლება უბრალოდ არც იცი. თავარი როგორ შეიძლება მიხვდი არის რომ ცუდად ხარ, აღარ გინდა ეგრე ყოფნა. კონფლიქტი გაქვს ოჯახში, რეალიზებულად არ გრძნობ თავს, რაღაც არ მუშაობს შენ სისტემაში. ანუ რაღაც აღარ გემსახურება, შესაძლებელი არის და შეგიძლია უკვე ნახვა ეს სცენარები. თან საინტერესო რა არის, იცი რომ გარდა იმისა, რომ რაც ბავშვობაში ჩაიწერა, კიდე ხო მოყვება წინაპრებისგან ბევრი რაღაც. რა თქმა უნდა. აი წარმოიდგინე დედა როცა არის ორსულად გოგოზე ნაყოფში უკვე არის განვითარებული ის კვერცხუჯრედი, რომლითაც მან შვილი უნდა გააჩინოს. ანუ ერთ სხეულში სამი სხეული არის უკვე. და გენეტიკურად უკვე ჩაწერილი არის ბებიის გამოცდილებაც კი შვილიშვილთან. ანუ ემოციის სხეულებრივ დონეზე ეს გადადის. და რაღაც შეიძლება იყოს, რაც შენი საერთოდაც არ არის და ამის მატარებელიც კი ხარ. და მინიმუმ ის ხო უნდა გავარკვიო, რაც ჩაიწერა ჩემს გამოცდილებაში. მე შემდეგი საფეხური არის, რომ ეს წინაპრებზეც გადავდივართ, იმიტომ რომ იქიდანაც ბევრი რაღაცები მოყვება და ეს რომ გავასუფთავე ყველაფერი, რაც ზედმეტია და მომეწება. მე უკვე ვიწყებ ახლის და ჩემის აშენებას. იმიტომ რომ ამ ხელა სივრცეში ადგილი არ არის, რომ ჩემი ავაშენო. იმიტომ რომ გადატვირთულია ეგ. კი, ამდენ პროგრამებში, ამდენ სცენარებში და ამდენ თამაშებში და ამას ყველაფერს რომ გაასუფთავებ, მე უკვე ხდება სივრცე, რომ შექმნა ისეთი ცხოვრება, როგორიც შენ გინდა. ამ ყველაფერში შენ ეხმარები შენს კლიენტებს. კი, მაქვს ეგ ბედნიერება, რომ აი მოდი დასასრულისკენ მოგვიყევი. შენ გაქვს შენი წენტრი, სადაც ატარებ როგორც ჯგუფურ თერაპიებს, ისე ინდივიდუალურს, ხო? და ძირითადად რა მიდგომებია შენი წამყვანი მიდგომა? ჩემი მთავარი ფოკუსი ამ ეტაპზე არის ადამიანის პოტენციალის რეალიზაცია. ანუ როგორ გახსნა ის რესურსები, რაც შიგნით გაქვს, მოიშორო ყველაფერი, რაც ამას ეწინააღმდეგება და დაიწყო იმ ცხოვრების შექმნა, რომელიც შენ გინდა ნებისმიერ სფეროში. იქნება ეს ურთიერთობების საქმე, შენი შინაგანი სიმშვიდე თუ უბრალოდ ჯანმრთელობა და შენი ფიზიკური კარგადყოფნა. და ამ კუთხით ვიყენებ სხვადასხვა მეთოდებს, იმიტომ რომ თავიდან დავიწყე კოუჩინგით. კოუჩინგი, NLP ეს იყო ეს პირველი კარი, რაც გავაღე პიროვნული განვითარების სფეროში, მაგრამ დღეს უკვე აი ძალიან ბევრი მიმართულებით ვარ, აქტიური, მათ შორის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, სხვადასხვა პიროვნული განვითარების კონცეფციები, იმიტომ რომ როგორი რაღაცა არის, რომ შედეგი რომ მიიღო, სისტემაში უნდა დაინახო ადამიანი. ცალკე აღებული ერთი მეთოდი ხშირად ისე ეფექტურად შეიძლება არ მუშაობდეს. ამიტომ ეს სივრცესაც ესე ქვია, სისტემური განვითარების ინსტიტუტი. სხვათა შორის წლების წინ გავაკეთე ეს სივრცე, მაგრამ აი 7 წელი პაუზის ის მქონდა რაღაცნაირად წელი, უფრო მეტად დაკავებული ვიყავი ამ აღმოჩენებით, კვლევებით, თუმცა ბევრი რაღაცა შევქმენი ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიტყვი რომ დასვენების ფაზა მქონდა და ეხლა რაღაცნაირად დაუბრუნდი, გავაცოცხლე ისევ ეს სივრცე და მთელი ფოკუსიც არის ამაში რომ ეს ჯგუფური პროგრამებით და ჯგუფური პროგრამა მთავარი რაც მაქვს და ძალიან მიყვარს არის ცხოვრების რუკა. ესე ვეძახი და ცხოვრების რუკაც ქვია, იმიტომ რომ დავიბადეთ ბაღში, სკოლაში, მე უნივერსიტეტში ეს რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი იცოდე ადამიანმა როგორ მართო საკუთარი თავი, გაიცნო შენი შინაგანი სისტემა, გათავისუფლდე რაც არ გემსახურება, მართო ეს შენი მექანიზმები და მე დაიწყო ახლის შექმნა. არსად არ გვისწავლია. და ჩემთვის არის მცდელობა, რომ მარტივად როგორ გაიარო აი ეს გზა. თუმცა თავარი მაინც მოგზაური არის ყოველთვის, ხო? ზრუკა გჭირდება იმისთვის, რომ ადვილად მიხვიდე დანიშნულების წერტილამდე, მაგრამ ეს დანიშნულების წერტილი რა არის? იქ მთავარი მომენტები ეს ინფორმაცია არის მონაწილის მხრიდან, რაც ივსება, რუკა არის უბრალოდ ეტაპები, რასაც გადიხარ, როგორც წესი, ცვლილებების პროცესში. ამიტომ ეს არის ცხოვრების რუკა არის რასაც ვაკეთებ და ძალიან მიყვარს და ონლაინ მქონდა აქამდე და ეხლა ფიზიკურ სივრცეშიც გადმოვთარგმნი. მეორე ძალიან საინტერესო რაც ცოტა ხნის წინ დავიწყე, ესეც არის ლილა, ძველი მეთოდი არის, რომელიც აი პიროვნული განვითარების
განვითარებაში გეხმარება და ბერებმა შექმნეს თავის დროზე იმისთვის, რომ ეს გასხივოსნებულიყვნენ, მაგრამ დღეს ვიყენებთ ფსიქოლოგიურ კონტექსტში და გეხმარება დაინახო შენი შინაგანი მდგომარეობები, რომელიც გაფერხებს ან პირიქით ხელს გიტყობს, რომ წინ წახვიდე. და მოკლედ ლილას პროცესში როგორც ინდივიდუალურად, ესე ჯგუფურად მოგზაურობთ, აღმოვაჩენთ და აი კარგი აქვს ის, რომ ეს ხელზე ორიენტირებული მიდგომა კოუჩინგი ამის გაერთიანების საშუალებას მაძლევს და საბოლოო ჯამში ერთი სესიით, რომელიც ერთი დღე გრძელდება ხოლმე, შეიძლება მთელი დღეც გაგრძელდეს, ხან 1 საათია, ხან მთელი დღე არ ვიცით, მოთამაშეზე არის დამოკიდებული. მიდიხარ შენი სამოქმედო რუკით, ანუ იმდენ ინფორმაციას იღებ შენს თავზე, რამდენიმე თვიან თერაპიასაც კი შეიძლება უდრიდეს, იმიტომ რომ მთელ სქემებს განახებს ძალიან ინტენსიურად და გააზრება გაქვს, სამოქმედო ნაბიჯები გაქვს, რაც გეხმარება ეგრევე დანერგო ის ყველაფერი ცხოვრებაში და გარდა მაგისა ორგანიზაციებთანაც ეგეც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სფერო არის ჩემთვის, იმიტომ რომ მუშაობ როგორც მაღალი ესე საშუალო რგოლის დამწყებ ლიდერებთან, ზუსტად ლიდერები არიან ორგანიზაციაში ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელია პოტენციალის გახსნაზე თანამშრომლებში და აი ამ ინსტრუმენტების გაცნობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე, მე მათაც ეხმარებათ, რომ მეტი გავლენა შექმნან თავის ორგანიზაციაში და თავის საქმეში. და ზოგადად საზოგადოებაში. და საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლიდერი, რომელიც არის ორიენტირებული პოტენციალზე და შენი შესაძლებლობების რეალიზაციაზე, გაცილებით მეტ შედეგს, ვიდრე ლიდერი, რომელიც შეცდომებზე არის, სხვების დადანაშაულებაზე, ბრალდებებზე და ასე შემდეგ. შენიშვნებზე. ძალიან საინტერესო პრაქტიკები გქონია შენს ცენტრში და მე გისურვებ, რომ კიდევ უფრო გააფართო, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მესიამონა შენთან საუბარი. ერთი წამითაც არიყავი, რაღაც შებოჭილობა, ეთყობა გამოცდილებაც გაქვს ამის, იმიტომ რომ ხშირად იგრძნობა, იცი, აი ჩემი სკამიდან, სავარძლიდან იგრძნობა ეს და შენთან რაღაც ძალიან ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი, ეს მდინარესავით მიედინებოდა და ძალიან დიდი მადლობა აქ სტუმრობისთვის. ასეთი საინტერესო, ბევრი რაღაც ისეთი მოყევი, რომელზეც აი შენ საუბრობდი და მე კიდე იმაზე ვფიქრობდი და ცოტა ვერ მოყვებოდი, იმიტომ რომ ისეთ საინტერესო მაგალითებს ყვებოდი, რომ რაღაცებს ფიქრობდი ჩემთვის თავში და შენ უბრალოდ კადრში გხედავდი, დამიუთული იყავი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა გვანცა, წარმატებებს გისურვებ შენს საქმიანობაში და მე ჩემს მაყურებელს ვემშვიდობები ტრადიციულად ერთი კვირით. მადლობა. კმაყოფილი ხარ?